რა ფორმაში ვართ? ცხოვრებაში ვართ ის ხო? ისე ვარდივით ხარ თან. ძალიან უცნაური. კომპლიმენტი ვიტყარი. იმ დღეს აი ხა ვიდეო რაც ჩაგიგდე, ყველა უკეთეს ვიძე არის ვიდრე ეხლა. ანუ ეხლა უფრო კაი ვიძე ვართ. ანუ შენ იყავი აჩიკო, მეც ცოტა კვატის ვიძე ვარ იქ, მაგრამ არავის არ გვაკლია ეგ კვატობა. ხო, მაგრამ ანუ რაღაც ეხა ჩემი გადმოსახე და ყველა ეხა უფრო კაი ვიძე ვართ რა. ეგ ის ან გვინდა რომ ეგრე იყოს ხო? მე ჩემ თავზე შეიძლება მინდოდეს, მაგრამ შენზეც და აჩიკო უფრო ახალგაზრდა გამოიყურება. ეხლა მაგრამ მაშინ წვერებიანი აჩიკო იყო. ეხლა რაღაცნაირი აჩიკო. ბიჭო, გაჭაღარავდა და აღარ უჩანს წვერი რა. ხო და ვიღაცებს უხდება ჭაღარა. აუ ერთხელ იცი შემოვიდა აჩიკო, მე და ბექავს ხედავთ სტუდიაში რა. და ველოდებით აჩიკო შემოვიდა და ვიღაც კაცი შემოდის რა. ორივეს ეგ გამარჯობა, ის მივესალმეთ რა. აჩიკო იყო. ვერ ვიცანით. რატო იცი გაიპარსა წვერი. აუ აი ეგრეთ ზედმეტი მოვიდა ცოტა და მე თითქმის ბოლომდე გაიპარსა და მოვიდა ვაფშე უცნობდი. ეს გაპიარი ხო. აუ ვიღაცებს მოშ მეც მაგრამ ცulis ახლა რო ვიპარსავ შეიძლება მართლა კიდე მესამე ის გავიარო რა ქვია. ერთხელ ხო გავიარო რომ ვერ მცნობდნენ ფერი რო შევიცვალე. ახლობლებს ესე ერთხელ შევდივარ კაფეში და ილო იდგა. ბეროშვილი და რაღაცებს ვაზრობ და არ მინდა ეხა ისე თვითონ მიხვდეს რა რაღაცა და 1-5 წუთი მელაპარაკებოდა. და ვერ მიხვდა შეჩვენ მე რო ვიყო მართლა. ეს სვავდა რაღაცა და ვებაზრებოდი, ოღონდ არ შევიმჩნიე ძალიან ახლო, იმაში არ შევედი და ეგ როდის? ეხა რო გამოვედი ციგნი სხვა ფერზე რო ვიყავი შეჩვენ და ბოლოს გამოყოლე და ხო და აღარ მინდა რომ გავიპარსო მესამე ეგეთი მექნება კიდე რო ვერ მიცნობენ. რას საქმიანობთ ცხოვრებაში? ბიჭო, ბევრ ამას. ნუ რაც გინდა რომ გათქვა. ხო, არა, ყველა არაფერი დასამოწმე. ახალ პროდიუსერს ხوار მიაგენი ვინმე. გას? ახალ პროდიუსერს. არა, მე თომა პროდიუსერი. ხო და შენ კითხე ხო, მაგიდან მიმყავს. არა, მომწერა ხوار დამო პროდიუსერ ფერც. არა, საინტერესოა. ბიჭო, ძალიან საინტერესო პროდიუსინგი განსაკუთრებით რა, იმიტომ რომ სხვანაირად უყურებს მეორე ადამიანი და შენ სხვანაირად გონია შენი სიმღერა და ვაწლევ საინტერესო რაღაც გამოდის. ბევრად გაბედულად. კარგი შენთვის არა შეიძლება, მაგრამ ხო, საინტერესოა. ბევრად გაბედულად უყურებს ხვისი რო არის რა. ისეთ გადაწყვეტილებებს იღებ, რაც აი არ ხარ შენ არ გეწერება რა, ანუ ხო ხტები ისე. კი, მართალია. ფ ეგრე და ბიჭო, მე ძალიან მიზიდავს ამ ბოლო დროს პროდიუსერობა. წარმოგიდგენ მუშაობს სხვადასხვა არტისტებთან, ანუ არ ხარ ერთ რაღაცაზე მიბმული რა და თან ხარ აი გიწევს რაღაცა კარატისტივით უნდა იყო, რომ აბა აი ესე ძალიან მარტივად უდგები კი, მუსიკას მაგარია რა. პროდიუსინგი ასწორებს. გეთანხმები. ანუ შენც მარტივად უდგები, ვინც პროდიუსერი ხარ? პროდიუსერი უდგება გაგრას ხო და მარტივად. მე რატომ ხოცი მე ის ხო არ ჩემი მუსიკის პროდიუსერიც, მაგრამ უფრო რთულად უდგები მე. აი, იმიტომ შენ საავტორო არის და იქ თითო რაღაც იაღლიში შენი უხერხულობა. ანუ შენ რა გონია რომ იმის უხერხულობა, ჩემი უხერხულობა არ არის? просто უდიერად უდგები. მაგრამ შეიძლება даже მეტი პასუხისგებლობიც აქვს. რა თქმა უნდა. აბა რატო ადვილად მაშინ? ბიჭო, შენთან რაღაცა კომპლექსები გაქვს და რაღაცეები და აქ ხო იცი აი ბოლომდე გახსნილი ხარ რა. ხო, აქ ალბათ შენ რო გინდა შენი თავი აჩვენო, ყოველთვის უკმაყოფილო რჩები რა, შედეგით მაინც ან რაღაცა იმ გზაში ვერ აკეთებ რაღაცას და სხვასაც რო აკეთებ, ხო მეც ეგ ანუ ნუ შენი საავტორო და სოლო როა, ნუ ბევრი ის არის რაღაც უხერხულობა მოყვა. შენ მითხარ ერთი რაღაცა რა სიგიჟე არის, 20 წელი გავიდა იმის მერე და სულ მახსოვს სტარში მეუნებოდი რომ ის ჩავარდნაო ამ კამენა და მანდ მე ზე ოქტავით მაღლა უნდა ახვიდეო რა. დღესაც ეგრე ვფიქრობ. ხო და მეც ესე ვფიქრობ რა. აი ხედავ რო არ დამიჯერე. ხო, არა, ეგ არის. თან შენ მაინც გონია რომ შენი როა გონია რომ სხვა ცდება, იმიტომ შენ ხარ მართალი და არა და პროდიუსერი ყოველთვის გვერდზე თვალიდან თვალით უყურებს, იგი სხვანაირად აღიქვაო რა, მაინც რაღაცა რომ მოდის რა გესმის, მაინც სხვანაირად აღიქვაო და რა ვიცი, რაღაცებს ხედავ იმას, რასაც თვითონ ავტორი ვერ ხედავს რა. ცოტა დანანების ამბავი სხვა მუშაობს, რო აი ნახატის გადაგდება რო გენანება თუ რაღაცა, ხო იცი, ანუ რაღაცა ფრაზა რო არ შესრულე, მაგრამ შენი არის, გირჩევნია ეგ, ვიდრე სადღაც ვიღაც ნათქვამია, თლაც მე შენათქვამია, ხო? ყველანაირი ვითარება არსებობს კი რა. აი ხომ ჩვენ პროდიუსერი რო ყავდა ჩამოყვანილი, აი ჭიდაობებიც ქონია, რაღაც ეს მithმობდა. რაღაცებს მეუბნებოდა რომ შანსი, ანუ ამას არ გაგიტარებო რა მეუბნებოდა. ხო, იმიტომ ისიც ავტორია, პროდიუსერიც ავტორია, ბოლოს შედეგის პროდუქტის ავტორია ის. ანუ ვიცი რომ ეს ესე უნდა იყოს მეუბნება.
კიდია, მის და მიუხედავად რომ ჩემი მუსიკაა და დაქირავებული პირა ტიპი იმინა მიჯორდებოდა რაღაცა. სწორია და აი და ადრე ბავშვობაშიც რო გვეუბნებოდნენ რომ პროდიუსერი მნიშვნელოვანი ტიპია უნდა მოусმინო რა. არა, მაინც ის რაც წლები გადის მით რო ხვდები რომ ჯორჯ მარტინის გარეშე ბიტლსი არსებობდა. არ დაგეთახა სხვა იქნებოდა, შეიძლება ხო ესეთი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ჯორჯ მარტინი მეხუთე ბიტლია რა, შანსი არ არის. და დიდი ჰარმონიები, ხმები რაც გაშლილი არის, დარწმუნებული ვარ რომ 80% მარტინის არის. არა, ადრეც შლიდნენ რომ მოისმინო ძველი ჩანაწერებიც. ნუ ისე არა, მაგრამ შლიდნენ რა. მერე აი სოლოები, არანჟები, რაღაცეები. კი, არა, მარტინი. ეხლა ცოტა ისეთ რაღაცას ვიტყვი რა. რაც შეიძლება ვიღაცებს არ მოეწონოთ, მაგრამ იქნებოდა Rolling Stones-ის დონის ბენდი, რაც ჩემთვის ბიტლომანების და როლინგომანების მუდმივი ჭიდილია. ხო და მარტინს რა მუსიკალური გამოცდილება ქონდა მანამდე? ბიჭო, ავიმე, ის არის რა, არანჟირებში კი იყო და რამე ბენდიდან არის? არა, კაც პროდიუსერი. ხო, მაგრამ მანამდე რამე სცენაზე, ანუ სცენას გულისხმობ. კლასიკოსი იყო, მე როგორც ვიცი რა. და მე წავიდა მაშინ. ტექნიკურ ამბავს. ანუ ჰარმონიები რაღაცე პროფესიულ დონეზე, ანუ ბიჭო, აი როლინგების და ბიტლების დაჯახების ამბავს ხო საინტერესოა რა, იმიტომ რომ აი სანამ ინგლისში მოვხდებოდი და იქ გავიცნობდი კაი ხალხს რა. აი როგორი წარმოდგენა გქონდა, იცი, არის ჩვენ ყველას ალბათ რა, მარტო მე არა რომ რაღაც ჩვენთვის ეს იყო ერთი პონტი რა. აი რა ვიცი, ოუსმენ ზეპელინს, ბიტლებს, როლინგებს, აი ნახერის თქმა მინდა სხვადასხვა მუსიკა, სხვა რაღაცა, მაგრამ აი როგორ გითხრა, ის რომ მეგობრობენ ერთმანეთში, ამაში დარწმუნებული ვიყავ, ის რომ საერთოდ როგორ გითხრა, აი რაღაცა ერთი სივრცე თუ ლეველი თუ რაღაცა არის რა ჩემთვის. იმიტომ რომ სხვანაირად აღვიქვავდით რა ალბათ მუსიკას, მაგრამ მუსიკალურად და ინგლისში ჩავედი და ერთი ძალიან საინტერესო მუსიკოსი არის რა, მორგან პიუ, ძალიან ესეთი ძალიან მაგარი პროდიუსერი, ბასისტი რაღაცა. და ბევრს ლაპარაკობდით ამას და მორგანი მეუბნება რომ ეს რო უთხარი რომ მეთქი ერთი პონტია ჩემთვის რაღაც მე. ჯო არა, ჩვენ ვაფშე სხვანაირად აღვიქვავდით. აი როგორ გითხრაო, მაგალითად ბიტლებიო იყვნენო აი neighbors რა. შეიძლება აი გვერდზე გამოსულიყო ლენონის ნაირი ტიპიო რა და აი Pink Floyd-იო მაგალითად იყო რაღაცა სნობური high level ვიღაცა უნივერსიტეტში მოსწავლე რაღაცა ტიპები, რომლებსაც თავისი საუქვთ რა, რაღაც მაი სოციუმი ხო, აი სოციუმი ერთვება. არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენს ინგლისელია, всё, მორჩამად რა. სოციუმი ერთვება, ეს სოციუმი მუშაობს როკში განსაკუთრებით რა, იმიტომ რომ რა ხალხია, რას უკრავს. იქ ინფორმაციას გახსნილი. აბარა, და ჩვენთან მოდიოდა გაფილტრული, მოშნად გაფილტრული, ხო, აი საუკეთესო მუსიკალური რაღაცა. იმიტომ ჩვენთან არ არის იქ. და ვერ აღვიქვავთ მაგას. ახლა ჩვენც არ ქონდა გამოცდილება და თბილისელი ერთდაიგივეა. იქ ლივერპულელი არის ცოტა უფრო ესა working class და რაღაც მანჩესტერი ლივერპული. Pink Floyd ლონდონელები იყვნენ და რაღაცა რა. ეგ არის ხო, ეგ მუშაობს და ალბათ დღესაც მუშაობს რაღაც ფონდში, არ ვიცი, შეიძლება არა. ჩვენ არ გვაძლევდნენ მაგ ცხოვრების წესზეც იმას წვდომას, просто მუსიკალურად ეგეც რთულად შემოვიდა და ის როგორ ტიპები რეალურად როგორები იყვნენ, როგორ ცხოვრობენ, კაცმა არ ვიცოდა. ჯო ვინ ბაზრობდა, არ მახსოვს, მაგრამ მე არ მოგდომებოდა. ინტერვიუში წავიკითხე, ვიღაცა ჰუს, ვიღაცა იყო თუ რაღაცა ბენდის ვიღაცა გიტარისტი თუ რაღაცა რომ რაღაცა ბიტლები თუ როლინგებიო და ანუ აი ხო იცი როგორ მაშინაცო არ იყო ეგრე, ანუ ბიტლებიო ესე ცალკე იყვნენო და აქ მიდიოდა ბრძოლაო, კაროჩეო რა. მანდაც განსხვავებული აზრები ქონდათ ეხა ხო. ბიჭო, ეხა შენ რა აზრი აქვს? მე ბიტლომანი ვიყავ ხო, ანუ რა მაგაზე აბსურდი რომ ბიტლები თუ როლინგები არ არსებობს საერთოდ რა. ეგ არ ვიცი, ნუ რას უნდა შეადარო, კაროჩე, რა. აბა დასვი ხა როლინგების ფანი და მაგრამ ხო, ჩემთვისაც ის არის ხო, ნუ მოკლედ, კაი, თული თემა. ეხა არა ყავს აქ როლინგების ფანი. აი, ოკეი. ბიჭო, და ეხა ინგლისი ახსენე და თქვენ ხო თავიდან გერმანიაში მოხვდით. ხო, არასდროს იმის და მიუხედავთ რომ ამდენი წელია ვიცნობთ, არ ვიცი ეგ ისტორია, ვაფშე საიდან მოხვდით მან. აუ, მაგარი უცნაური ისტორია.
ქართულად მოხდით და ქუჩაში აღმოჩნდით რა. ბიჭო რა არის, მე მაქვს სუდი მეხსიერება. როგორი იცი, აი რაღაცეები რაც გადაგხდომია ერთად თავს, აი ვიღაც შეიძლება ნოდარს გადახდომია თავს, მაგრამ მეც იქ ვიყავი და მე წლები რო გადის, მგონია რომ მე გადამხდა იგივე თავს და უმტკიცებ ნოდარს არ მე ვიყავი ის და რაღაც აი ხვდები, თან ჯერა ამისი რა. ნახე, ადამიანი რო ყვება ისტორიას, იმას კი არ ყვება, რაც მოხდა, რა წინაზე რომ მოყვა, იმას იხსენებს. შეიძლება. ვები და ესე ბევრჯერ რო ყვება ერთ და იგივე ისტორიას ის შეიძლება. მაგრამ რაღაც არა, რატო ამბობ, იცი აი, ხო, ნუ გიამ უკეთიცის კარჩხაძე მის მემატიანია soft-eject-ის რა, მაგრამ ნუ მე როგორც მახსოვს რა, ეს იყო რაღაც 90-იანების კი 80-იანების ბოლო იყო თუ რაღაცა 90-იანების პირველი წლები და წელი ვაფშე. და რაღაც გიასთან მეზობლად იყო ვიღაცა ბერლინიდან ვიღაც გერმანელი და ხო იცი ქართველები რო გადავყვებით თავზე რაღაცა ესეთი ამბავი და ნუ იმან ბოლოს თქვა რომ ძმებო როცა მოხდებით ბერლინში ამატიკით რას ლაპარაკობთ აქ ვარ ჩემი თავი გენ როცა გინდა და ტელეფონი ჩავიწერეთ მერე გაიჩნდა კიდე ერთი ძალიან სიმპათიური შვეიცარიელი ქალი რა რომელმაც თქვა რომ რა ერქვა იმ ქალაქს ლოზანა პატარა ქალაქია შვეიცარიაში ლოზანაში ვარო და რა როცა მოხდებითო დღესაც ხო ესე ვეუბნებით რა ევროპაში განსაკუთრებით ადვილია ამას როცა მოხდები ხსათ ბერლინში ცხოვრობ მადრიდში როცა მოხდები რა აი ეს ოკეი ეს ინფორმაცია მივიღეთ და ნუ აი ის რო გაიხსნა პირველი წელია რო გაიხსნა საბჭოთა კავშირს დედა მოეტყნა და აინგრა და გაიხსნა და საზღვრებ და ясნე გავდივართ და პირველი ტალღა იყო რა საკაიფო ტალღა იყო დიდი ყველა წავედით ვინც უკრავდით მე მგონი მაგ წელს მაგრამ სოფტები ხართ უკვე სოფტები ვარ 80 და რაღაცა ოფიციალურად 86-9 წლიდან ვითვლით თავს პირველი ჩანაწერი რო გავაკეთეთ გენასთან მე ხო სადღაცას 90 პირველი ჩანაწერი რა იყო არის ციგურილებს არა არც ციგურილებს ჩვენ გვაქვს გენა მამედოვთან გავაკეთეთ პირველი ჩანაწერი და ის წელი ვთქვით რომ ეგ არის დაბადება ჩვენ მანამ უკრავდით რეპეტიციობდით და შეიცვალეთ მაგის მერე აი მე ხო ცოტა გვიან გაგიცანით ალბათ ერთი 13-14 დაახლოებით არა 900 იქით აი ქონდა მე პეჩო რო წავიდა მე ის განით რა რაღაცა ხო და ეგ რა პერიოდში ხდება პეჩოს წასვლა ეგ გერმანიის პერიოდია უკვე 90-იანების ბოლოსკენ რა 94 15 აი კლიპი რო გადავიღეთ მე რა ხო მე კლიპით გაგიცანთ პირველად მომენტ მე მგონი ხო და მოკლედ ეგეთი ამბავი იყო და მე აი სტალღა რო გაიჩნდა რომ წავედით ясნეზე ყველა ბიტლებოთ აღვიქვავთ თავს და რა თქმა უნდა რა ეჭვიც რო არ გიჩდება რო წახვალ აბა რა ყველაფერს იზამ და წავედით ესე მახსოვს რომ მამა ჩემო გვასეს ხაფული ვიღაცა გიაშობლე მაგვასე იმათა ეს ოჯახში შევაგროვეთ რაღაც ისულელები წავედით მოსკოვში 2 დღე ვიყავით რომ ბილეთი გვეყიდა მატარებლით უნდა ჩავსულიყავით ბერლინში იმ ტიპთან და მე ბერლინიდან უნდა წავსულიყავით ლოზანაში და გზად რა თქმა უნდა უკრებთ პოპულარობას ყველაფერს რა და ჩამოვდივართ გამარჯვებულები ეგ ისა გვაქვს მიზანი ეხლა რო უყურებ აი მაინც მაგარია რა ხო ჩვენ სად მიდიხარ რო არის წარმოიდგინეთ ჩვენ დასაბლურ სამყაროს ვიცნობდით მუსიკით კინოთი და წიგნებით ხო მე არცოდა ნაყოფები არ ვართ და ნუ სულ ისეთი წარმოდგენა გაქვს რა რეალურად არარეალური წარმოდგენა გაქვს ხო იმ ცხოვრებაზე და ჩავედით მახსოვს მატარებელს დავჯიქ პოლონეთში ჩავედით პოლონეთის პირველი ის იყო რომ რაღაც იქ გაგვწეწეს ავტობუსის ბილეთი თუ რაღაც მოკლედ რაღაცა იყო პირველი ისე ხო მე ჩავედით ბერლინში და ბერლინში სადგურზე რო გადმოვედით ცოოლოგიში გარდენ მახსოვს ეგ სადგურია სხვა შორის მე წლების მერე დავბრუნდი მაგრამ რომ მენახა რა ხდება რა და ჩამოვედით და პირველი რომ იმ ბიჭს უნდა დავარეკოთ და თან ესე ცოტა გაქვს რა ფული. ჩავაგდეთ არ იღებს, ბიჭო, ჩავაგდეთ არ იღებს. აუ და ქუჩაშიო. არ იღებს. ეს გრძელდება საღამომდე და საღამოს არ ვიცით საწავიდეთ. საერთოდ არ ვიცი, აი წარმოედგინე ახლა რომ სადღაც გადაგაგდო. მაგრამ ეს ბიჭი გელოდება? არა, ვინ გველოდება, ბიჭო, ითქვა სუფრაზე რომ ჯიგრებო რომ ჩამოხვალთ. აი ბერლინში რომ მოხდებით, აი ანუ მაგდონეზე გითხრათ? მაგდონეზია ყველაფერი.
მაგდონეზე გვაქვს საქმე გაკეთებული და მივდივართ. ჩვენთვის საქმე იყო ეგ რა. ამან არ დაგწვეს შეხედე. რა მოგლეთ აღმოჩნდა ისე რომ ეს ბიჭი წასულია სადღაც ვიღაც მეზობ მივადექით მე იმ მისამართზე და ნუ ჩაკეტილია რა კარი და გაგონებ მეზობელმა რაღაცა თუ ვიღაცამ მოგლეთ არ არის ეს კაცი წასულია სადღაც 2 თვით მოგლეთ 3 ღამე ცხოვრობდით სადგურზე ხო პირველი ის იყო რა თან 90-იანი წლებია 91 ხო და რა ვიძე ვართ წარმოიდგინე кейსები გიტარები როგორ მიგვაქვს ლეიბებში შემართლა იმაში შეხვეული რა რაღაც ნივთები მიგვაქვს ყუთებს აი კარდონის ყუთები აი მენა ბომჟები რო დადიან ხო ეს მონგრეულია უკვე რაღაცა და ესე ვზივართ სადგურში და პირველი ის იყო რომ ესე მენა გვიის სადგურზე ღამე უკვე იმ დროს იკეტებოდა სადგური ღამე კეტავდნენ არ ვიცი დღესაც ესეა თუ არა მაგრამ ღამე კეტავდნენ სადგურს იმიტომ რომ ბომჟები არ დარჩენილი იყვნენ, ასუფთავებდნენ, ალაგებდნენ და მე აღებდნენ რაღაც მომენტში. და ეს ნაგვით რომ ეს მოგვაყარა და მოგლით გააჯვითო რა. პირველი ის იყო ეს რომ არა ვარ ბიტლები და გუძა. პირველი. მე ჩარჩე მე იმედგაცრუა. მივედით ხო რაღაც ის იყო უცებ სადგურზე გაიჭდა წითელი ჯვარი დავინახეთ რაღაც შველას ითხოვ უკვე რა, იმიტომ რომ ფული არ გაქვს საჭმელი. წყლის ფული არ აქვს ესე რაღაც ფეხს ყოფდით ტუალეტში წყალი მოდიოდა ერთი ბოთლი რო ვიყიდეთ მე ავსება გვინდოდა მაგრამ კარი იკეტებოდა და უნდა ჩაგეგდო რა ფულით შედიოდი და ერთი შევიდოდა მეორე იჭერდა ფეხი ვავსედით რაღაცებს უცებ რო იგონებ ხო იცი გადარჩენის ფონდი რა მე აღმოჩნდით ღამე უცებ დავინახე პირველ ღამეს დავინახეთ რომ ეს წითელი ჯვარი რაღაცა არის და იქ შევყავით თავი ეს იყო შევყავით თავი და ის ქალი ესე გვიყურებს რაღაცას უხსნით ხო ხტები როგორ უხსნით ჩვენ არც ინგლისური ვიცით ნუ პეჩო მიცოდა კარგად როგორ ჩვენ გვეგონა ინგლისური ჩვენ ვაფშე აზიარავთ გერმანულს აზიარავთ და მოგლით ამ ქალმა კაიო ეს იყო თავშესაფარი რა ჰომლეს თავშესაფარი აი მართლა სადღაც რო ვერ იძინებ რომ დაიძინო რა ქუჩაში ხوار დაიძინებ მართლა სხვანაირი ქვეყანა იყო ყოველთვის დასავლური კულტურა სხვანაირი მაინც შანსი გააქვს რომ გადარჩე რა ყოველთვის და ნუ იქ შევედით დაღლილები მშივრებს სიბნელია ეს მახსოვს ოთახში მაგრამ ეს სუნთქვები მესმოდა მაგრამ ვერაფერს ვერ ვხედავ და ეს ხო ცარიელი ადგილი მოვნახეთ რაღაც ეს ძველი ის ქონდა საძილეტო მაგრამ საბჭოთა აი ბამბის ძიმე მურტალი ხო მაგრამ ეგ ერთი იყო რომ დაგვეძინა რა დავწეკ ეგრევე ჩაქრა და დილა მაღვიძებს რაღაც ზარი რეკავს და გავახილე თორე და განათებული მივხვდი სად ვარ რა ოთახია ძალიან დიდი ოთახი არ იყო ხო და სულ ხალხია ეს სულ ხალხი და უცებ ბიჭო ეს კედლებიდან ფარდები იწევა და კედლებიდან გამოდის ხალხი ბავშვებთან ერთად აი ის სუპერსტარი გამახსენდა ხო იცი ეს სცენაროა რომ ეს თხოვენ დახმარებას ქრისტეს და ეს რომ მოდის და ეტო ამას უყურებ და სიგიჟე რა სიგიჟე მე აღმოჩნდი მაგიდის ქვეშ ყოფილვარ თურმე რა რაღაც მაგიდის ქვეშ და ეს სიგიჟე რა ეტო უცებ ვიხდით რომ რეალურ ცხოვრებაში ვარ აიყო უფასო საუზმეა და დავდექი და გიას მაგარი გადარჩენის ინსტინქტი ქონდა რა მაგარი უცებ მობილისტა და თქვა რომ ეხა ჩვენ აქ ჰიბრიდებით უნდა რაღაცნაირად გამოვძრეთ რა თქმა უნდა უფასო საუზმეს რო გთავაზობ უნდა ჭამო ხო არ იქნება მთელი დღე რომ პეჩოს იქ სხვა ამბავი დაემართა და ვარ და დეპრესიაში და საჭამა უნდა ეს არაფერი ვაი შვილო რა სად გავყავით მამა რა გითხრა რა რაღაცა მეც არ ვიყავი кай ხასიათზე მოკლედ ვისაუზმეთ და რომ გამოვედით იქ მთელი დღე ჩალიჩია რა ვქნათ ახლა ჯერ უნდა გადარჩე თან ჩვენი იდეა იყო რომ ქუჩიდან რა თქმა უნდა ქუჩაში დაუკრავთ დედას უდირებთ და მე ეგრევე ავარდებით ძელს და გამოივლის სიგარიანი პროდიუსერი და ეთქვის რომ თქვენ ვა ჯიგრებო რა მაგრები ხართ ხო იასნა და აქ რა გინდათ და ბიტო და ქუჩაში დაგვერც ყველგან ხო არ უკრავი რა ვიცით რომ თურმე ყველგან არ იყრება ჯერ ესეთი არის ადგილები სადაც რო დადგე აზრი არ აქვს ხო ავტობანზე რო დადგე რა აზრი აქვს ხო ხალხმა ტურისტული გინდა ხო არ იცი ეგ ადგილები ეპიცენტრები ხო და ჯერ ესეთი მეორე ერთი რო უკრავ
როგორ იღებ ფულს. არაფერი არ იცი რა. აი გონია რომ დაადგები და მოვარდება ეგრევე ხალხი. რაღაც ადგილი ვიპოვეთ, დავიწყეთ დაკვრა. кейსი დავდეთ, ეკი ვიცოდეთ კინოში ნანახი ქონდა, უბრალოდ кейსი უნდა დადო რა, ქუდი არ ქონდა, кейსი ქონდა. ისეთ ნაჭრის кейსი. თუ გავიდა საათი თუ 2 საათი და რაღაც მაშინ მარკები იყო გერმანული და რაღაც 3 მარკა თუ 4 მარკა რომ დავითვალეთ, მივხვდით რომ ნუ შანსი არა გაქვს აი ამ რეჟიმში, ნუ რა ფულის გაკეთებას და იმაზე კი არ არის ლაბარი, გადარჩენაზე ლაბარი. თან ახლა რა აზრები გიტრიალებს, უკანა ბილეთი არა გაქვს. აი ეს წავედით რა. ანუ იმენა წავედით და მოვდივართ უკან ფარზე ან თასით რა რაკე ხო და ეხლა აღარ მახსოვს იქ რა მოხდა, მაგრამ რაღაც მომენტში ვიღაცამ გითხრა თუ რაღაც მომენტში მოკლედ გავიჩიტეთ ის იქ ხდება სოციოლოგიაში გარდნენის აი რა ვიცი აი რაღაც 100 მეტრიან პერიმეტრზე ბერლინში ზოოპარკი არა ზოოპარკის სადგური ეგრევე რა ზოოლოგიაში გარდნი და ეკიდე ერთი დიდი ძველი ეკლესიის ის დგას დაბომბილი ომის დროს დაიბომბა დანგრეულად არის დარჩენილი ეს დამახსოვრდა რა იმიტომ ეფექტურია ძალიან და ეს ძველი დანგრეულია ოღონდ დარჩენილი ეს რა და გავედით სადიცი აი ესეთ გრძელი ქუჩასავით არის და უამრავი ხალხი დგას ოღონდ უამრავი ფერადი სხვადასხვა მექსიკელები აფრიკელები ვიღაცეები და აი ბევრი ადამიანი სხვადასხვა რაღაცას ყიდის აი თავის ხელნაკეთს რაღაცას ხო იცი და იქვე ვიღაცა იქით უკრავს მექსიკელი და ჩვენც აქეთ დავდექით დაუკარეთ და რაღაცა ცოტა გამოიყარა და ვაუ გაგვისწორდა ეს 9 საათია არ მათმაიტყვა კოდბუსერი არ იცოდნენ არ ვიცოდი არაფერი არ მოშვებული იყვნენ არ ვიცოდი არაფერი ვაფშე და ბიჭო 9 საათია გაგვისწორდა ადგილი რა ვიფიქრეთ რომ აი ეს არის ადგილი და უცებ ვიღაცა მაგრამ რაღაც დაიძახა და გამოიხედა და ყველა ტიპი დაშლილია ვაფშე არავინ აღარ არის პოლიცია მოვიდა და იქ უცებ მანქანა ხედავ რომ 1-2 ისეთი ვერ გაასტრეს და ტენიან მანქანაში და მახსოვს რაღაც მომენტში ორნი ვიყავით დარჩენილი მე და ნოდარი აი ვერ ვიხსენებ და ის ორნი წასულები იყვნენ რაღაცაზე თუ და ამ დროს მოხდა თუ შეიძლება მეშლება რა მნიშვნელობა აქვს და ეს მახსოვს ვზივარ და ძალიან დიდია ეს პოლიციელი ეს ძალიან მაღალი მეჩვენება და ეს თქვენ ნუ ახლა ყველა აზრები ახლა წარმოიდგინე საქართველოსთან მოვდივართ ესე ჩვენებს ეუნებით ოჯახს ყველას როგორ ას მეუნები გაგვიშვით კი არა მივდივარ გაგვიშვით ასე მივდივართ თუ გვეხმარებთ არა მივდივართ ეგ არის და ჩამოვდივართ გამარჯვებულები და ახლა აზრები რომ ციხის პერსპექტივა მოახურა ციხის პერსპექტივა უფულობა შეიძლება რა ვიცი აი ვერ სვა მოკლედ განადგურებული მორჩა ეს კარიერა არ არსებობს რა მუსიკაზე ფიქრით ანი მთელი ცხოვრება რომ უმტკიცებ ოჯახს რომ მე სამედიცინოზე აღარ მინდა სწავლა იმიტომ რომ მუსიკოსი ვარ და ისინი გეუნებენ შენ გიჟი ხო არა ხარ რა შევიდა ფეხებზე მკიდია ძმა მუსიკოსი ვარ და ხვდები იასნა და ფეხი წაგიც და ქვია შო გადაგიბრუნდა რა ხო და აი შეავდექი ფეხზე და ეს ტიპი საიდან ხარ თუ არ გვესმის რას გვეუნა რაღაც პასპორტს ბოლოს გვეუნა პასპორტები გქონდა საბჭოთა პასპორტი გავაძრით გადასვი ჯორჯია შევარდნაძე შევარდნაძე რა თქმა უნდა ნაცნობი რომ ვიღაცა გამოჩნდა შევარდნაძე რო ან შეიძლება აი წარმოიდგინე რა ტიპი მეუნეო შევარდნაძეო ქართველებიო და აი ეს ერთი ჯერიო გაპატიებთო რა უი უკვე გადავლილია იქ ბერეს თუ რაღაც ბერლინის კედლები და ამბები და რას გპატიობს ბიჭო არა გაკუთლება იქ დაკვლის ფულის გაკეთების დგომის ცივილიზებული ქვეყანა ალაგებს უკვე ეგრე იყო ლიცენზია აიღე დაუკარი გეუბნება არა ხო ეხა ეგრეა მაგრამ და რა მაშინაც ეგრე იყო ვიცოდი პოლიციელმა რო იცის თან რო შევარდნაძე იქ რაღაც მაფიაში პირველ საქართველოს კარგად სტალინი იცის პირველ რიგში პირველ დროებში მე შევარდნაძე ბაზარი არის და ესე გადავრჩით მაგ ჯერზე წამოვედით მივხვდით რომ ნუ კაი ადგილები არსებობს მაგრამ რაღაცა უნდა ეთყობა იმიტომ რომ ესე არ შეიძლება გიჯერენ რა ხო არ უჯიბავდით არა რაც გქონდა ჩასაჯიბი რას უჯიბავდით 3 მარკა არ არსებობდა 3 მარკა მართლა გეუნე ფენინგები გქონდა და
და ბოლოს გადავწყვეტეთ რომ ნუ 3 დღე გავიდა 3 დღე როგორც მახსოვს 3 დღე ორი ეს სად ქუჩაში იმაში რაღაც ხოს რა ქვია მას ხო რაღაცა იგი ხო ერთხელ კამებზეც გვეძინათ და მოკლედ ამბავი იყო რომ ჩვენი მეგობარი ოთარ ყაროლაშვილი იყო ბოხუმში მაგ დროს მათემატიკოსი იყო ესეთი ახალგაზრდა პერსპექტიული და იქ წაიყვანეს და იქ ვიღაც პროფესორის ოჯახში ცხოვრობდა და უნივერსიტეტში იყო მაგ კარიერაში კიდე ისეთ სერიოზულს 90-იან წლებში ახალგაზრდა ტიპი რო ხარ მათემატიკაში ესე გავარდნილი ხო ნიჭიერი და მთელი ამბავი და ნუ ერთი შანსი გვაქვს ოთარს დაურეკეთ და ოთარს ვეუბნებით ოთარი უკრავდა ჩვენთან რა მანამ ხო იცი ეს აი იყო ხოლმე არ იყო ხეთ მეხუთე წევრი იყო ლაივიც დაკრული გვაქვს ოთარს მაგარი საკაიფო სიმღერები მარტო ძალიან ტიპია რა ხო არა მაგარი მუსიკოსიც მაგარია მხატვარიც მაგარია ეხლა რა შევა არ ვიცი სიმართლე თქმა იყო და მოკლედ ოთარს უთხარით აი ესე რა მორჩა რა ჩვენი ამბავი რაღაცნაირად გვიშველი ხან ფული გვასესხებინე რომ ბილეთი ვიყიდოთ და ბრუნდებით სახში გულდამოძუებულები კაი ოთარმა და თან როგორ იყო ხო ავტომატზე შეეძლო დარეკვა და ზუსტად ის ნომერი რომელიც და იქნა დაეკავდით ისე და ხო და რაღაცა 1 საათშიო მოდითო იქნება რაღაცა გავარკვიო და მიუბრუნდით 1 საათ რეკავს ტელეფონი და მოკლედო 1 საათში კი რამდენიმე საათში მივედით და მოკლედ ტიპი გვეუბნება იქაო რაღაცა რაღაცები შეიძლება მეშლება იმიტომ ეხლა გამახსენდა რომ აღმოჩნდით მე იმაში მიუნხენში კიდე ჩვენ ახლობელთან პეჩოს ახლობელთან იქ ორსულ იყავდა ცოლი იმას გერმანელი წარმოიდგინე ჭუჭყიანი 4 ტიპი რომ მივა სახში იმისთვის რა არის და მოკლედ იქაც დაძაბული სიტუაცია იყო მიუნხენში დაუკარით ქუჩაში ის იყო რა აი ისეთ ქუჩაში დაუკარით სადაც უკრავდა რა მუსიკა მაგრამ არ გამოდიოდა საქმე მე არ უკრავდი ხოლმე და მე კავერებს არ უკრავ სხვა სიმღერებს არ უკრავ საერთოდ არასდროს პრინციპი ვერ უკრავ არ ვიცი ხა არ ვერ ვარჩევ ხო ნუ არ გეზარება ხა სხვა ტრეკების გარჩევა არ მეზარება ვერ ვარჩევ მინდა ხოლმე რომ დაუკრავ მაგრამ არ მაქვს ეგ ნიჭი რომ გავარჩიო კარგად ვიმღერო ის ზუსტად რაღაც ჩემს რასაც ვაკეთებ ის ჩემია და როგორც მინდა ისე ვაკეთებ რა მოკლედ არ უკრავდი და გაიჩნდა პონტი რომ გავბრაზდი იქაც ვერ გავაკეთეთ ფული და თან მიუნხენში აი ეგეც რა მაგარია ბიჭო 90-იან წლები ყველაფერი დიჯიტალ ყველაფერი არის ჰარდვერი რა აი მე ჩავედი რომდის ჩავედით 4 წლის წინ დაუბრუნდი წარმოადგინე 20 წლის მერე თუ 25 წლის მერე დაუბრუნდი მაინტერესებდა ეგ ადგილები რა და რაც გაიარე ბიჭო აი როგორ იყო ეს თავარი ქუჩაა ეს დაუნთაუნი რა ფეხით სასირო და ესე აგეთ მხარეს თელი წკრივია პორნო ჟურნალები მაგიშენ იყო ჟურნალები და CD-ები რა და ისენი რა ლაივ ისენი ხო იცი მოკლედ წითელი უბანია რა და მოკლედ მხარეს ეკლესია დგას რა აი ეგ სიტუაცია აქ ხალხი დადის ბევრი და უკრავთ ეს არ გამოდის არ გვაქცევენ ყურადღებას ხო იცი სხვანაირი ამბავია თან კომბი რაღაცები თუ აკუსტიკებით იყავენ აკუსტიკებით მან და აკუსტიკებით მე რაღაც კომბები გავჭიდეთ და გავბრაზდი რაღაცა ავიღე გიტარა და მეთქი მეც ვწვდი მეორე წერტილს გავაკეთებ და სადღაც გავედი იქით კუთხეში დავდიქი ესე მახსოვს და დავიწყე ჩემი სიმღერა და ერთმა კაცმა გაიარა და ამ კუთხიდან მეორე ბავშვმა დედასთან ერთად გამოიერე ბავშვმა შემოხედა დაიწყო ტირილი ეგრევე გაბრაზებული რო ხარ შენი დედა ბავშვს ვატირებ პლუს არავინ არ გვაძლევს არავის არ აინტერესებს რასაც ვაკეთებ აი დეპრესია და ბიჭო მეთქი აი რა ისე გავგიჟდი რომ მეთქი ხო ეს მასხავს ოფლის ბრაზისგან და ორი არჩევანი გაქვს ის არის ლაივ შოუები პორნოები კალები საწავი და აქეთ ეკლესია და ხელათან და ბიჭო ეკლესიაში მეთქი რა იმიტომ რომ იქ მივხვდი რომ სიმშვიდეა იქ და მჭირდება აზის დალგება და ეს ავედი კიბეები ესე გავაღეკა და გარეთ სიცხე და ხმაური და აქ სიჩუმე თქვა და სიგრილი ეს დიდ ეს ჯვარცმა და დავჯექი ერთი ქალი იჭდა იქ და დავჯექი და ვილოცე პირველად თქო რა იყო ლოცვა ესე უყურებდი რა მეთქი აი რა დავაშავეთ მართლა გემოვნებ ზივარ და აი ამისთან რა დავაშავეთ ცხოვრებაში რომ ესეთ რაღაცას გვიკეთებ ეხლა იმას ველაპარაკები რა პრეტენზიით მიხვდეთ ბიჭო
პრეტენზია მაქვს, აბა რატო? რა ესე რატო უნდა გამოგცადოს და ტანჯოს რა? ვეუბნები რა პონტია, რაღაც მითხარი, გითხარი, რაღაცა გვაჩვენე, მიგვანიშნე რომ რაღაცა ავი, ხვას ვერაფერს ვეღარ ხვდები რა, საწავიდე რა. იგი ბავშვა მიწაზე დამდო რა. და თან უბრაზდები ამას, ბრაზდები, გქნობ რომ ბრაზდები და თან ხმამაღლა ხოვები ლაპარაკ, ჩუმ ესე ვარ და მე გადამიარა, ცოტა დავწყნადი რაღაცა, გამოვედი ძლიერი, მივხვდი. აი კარი რო გავაღე, აქ გადმოვხედე, აი თან მიიღე უკვე ხო, ისაა გადმოვხედე მეთქი მომენტ რა, ცოცხლები ვართ, ჯამთელები ვართ, დედას უტირებს. ანუ საღად დაინახა. იქიდან ჩამოგიღო რა. ორი ბერლინიდან მიუნხენში ჩავედით. გამახსენდა. და მაგ საღამოს ოთარი გვირეკავს იქ, სადაც ვიყავით. და ჩამოდითო უკან, ხო? არა, უფრო მაგარი. გვეუბნება რომ მე გავედიო გუშინო საღამოს ქუჩაში გიტარა ავიღეო, ბოხუმში გავედიო ქუჩაშიო, 2 საათშიო 100 მარკა გავაკეთეო. აუჩი, აქ უნდა ჩამოხვიდეთო რა. აქ ჩამოდითო, იმუშავეთო ქუჩაშიო, დავაგროვეთო ფლუსო შენ ამ დათვლითო. მე ვიყავე ის გასაყვარელი რომ გატესტად. თვითონ. მაგას გეუბნები, მაგარია პონტი რა. ასე ფული ვისესხეთ ამისგან კიდე იქით წავედით ბოხუმში. და წაიღო. აი რაღაც ისეთი მომენტები იყო რომ სუარეული მაქვს ახლა თავში რაღაცეები ხო მაგრამ მანამ აი სანამ ბოხუმში აღმოჩნდებოდით როგორ იყო ეგა რა უცნაური ამბავი იყო რატო დავუქლიანდი ეგრე უცებ დამწან ყვებით ემოციურად და გულით ყვებით ეს არა გვაქვს რამე წყალი ტუალეტის კაღალდი მაინც ეცა მოკლედ ეს მაგარი იყო ეს უნდა გავიხსენო იმიტომ რომ ნუ მიუნხენში როგორ მან დავირიე როგორ აღმოჩნდით იქ მაგრამ ბერლინში მახსოვს ის 3 დღე მძიმე აი მართლა იცი როგორ ვიყავით აი ნოდარს უყურებ ჩემ მქონდა დახეთრა უწყლობისგან მართლა გეუბნები არ ვღადაობ უჭმელობაზე ვაფშე ფეხებზე გვეკიდა ვერ ჭამდით ვერაფერს რა ფული არ რამდენი წლისები ხართ ბიჭო პატარები ვართ მაგრამ არც ისე პატარა მე ვარ 24-ის სადღაც ნუ გია ნოდარი უფროსები იყვნენ 2-3 წლით ჩვენზე პეჩო 1 წლით ჩვენზე პატარა რა მაგრამ საბჭოთა ბავშვები ვიყავ საბჭოთა ხალხი ვაი ბიჭო პატარები ვიყავთ ეხა 24 წლის ხალხს რო უყურებ რა 24 წლის კი არა აგერ ხალხი ნახე 19 წლის ბიჭები როგორ დგანან ხო აი ამ სასამართლო პროცესებზე და გინდა ამ იმაში ხო რაც ხდება ეხა დღეს საუკეთესოდ ხო ხო და 24 წლის რავი კაცი ხარ მაგრამ იმ პერიოდში მაინც ძალიან მიამიტები ვიყავით რა ძალიან რა საერთოდ ყველა მარტო ჩვენ არა ძალიან მიამიტები ვიყავით სხვა ცხოვრებაში ვიზდებოდით და იმიტომ რა ხო და აი ეს გაუწყლოებული მშივრები და ოთარს დაურეკეთ ოთარის ოჯახიდან ანუ ოთარს უთხრა იქ სადაც ცხოვრობდა პლასმანების ოჯახი ძალიან კარგი ხალხი მე მაგათ შეგვიფარეს დიდი ხანი რა პლასმანების ოჯახი ესე იყო ის არისტოკრატული ოჯახი გერმანიაში რაღაცა და ეს ეტყობა ეს რაღაც ძველი არ ვიცი საიდან მოყვებათ ესე ქველმოქმედება რომ დავეხმაროთ ხალხს რაღაც მომენტში გიჩნდება რომ სინანულის გზნობა ხო ნო რაღაცა არის მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხო გულით აკეთებდნენ ბევრ რაღაცას ყველაფერს ესე თქვა რა თან მაგრა დაგვეხმარენ და იმ ხალხმა უთხრა ოთარი დაბოღმილი იჯდა ძმაკაცები ებრიდება თუ მართლა ებრიდება და იმ ხალხმა უთხრა რომ ჩამოვიდნენ აქო რა ჩამოვიდენო რაღაც პერიოდი იცხოვრო ერთი ოთახი ხო გვაქვს კიდე ცარიელი რაღაც პერიოდი ერთი ოთარი ცხოვრობდა ეს რაღაც პერიოდი იცხოვრონო და რაღაც ნახონო ფული გააკეთო ქუჩაში შეულიათო და აი ჩავს შესაფარს ვაძლევთო და რაღაც გადაჭა ეს რო უთხრა ოკეი გამახსენე მოკლედ ჩვენ გვინდოდა ფული რომ მიუნხენში წავსულიყავით მიუნხენში გვეგულებოდა პონტი მიუნხენი გვეგონა ადგილი სადაც ფული გაკეთდებოდა რა და ფულის ესხება გვინდოდა და აი ამ ოჯახმა ოკეიო მიუნხენის ფულს ვასესხებთო რა მატარებლის და აღმოჩნდა რომ ამ ოჯახის ვიღაც ნათესავი ახლო ნათესავი ცხოვრობს ბერლინში და ჩვენ ეს არ ვიცით არაფერი რა ხდება ჯერ ოთარმა თქვა რომ რაღაცას ვარკვევ რაღაცა და საღამოა მე ესე მახსოვს მე ნოდარს უთხრა შენ ვაფშე იქ არ იყავი ოთარ როგორ არ ვიყავი ასე
საღამო აი სადგურში ვხედავთ ეს დიდი შუშის კარი იყო წინ დიდი გზელი დერეფანია და იქიდან მზე შემოდის საღამოს მზე ხო იცი რომ ჩადის და ჩვენ ვხედავთ აი ამ ჩვენ აი ამ დახევრად დაშლილი ყუთები კარდონის რაღაც მასლა და რაღაცები რო აწერია ხო იცი ისეთი იმინა რუსები ვართ რა მაგონში შივრები დეპრესიაში პეჩოკვტარი გიამყარად კაშაში რაღაცა ჯიბე პეჩო მორალურად იმინა წაიქცა ხო აი რაღაცა ზამძიმე იყო პეჩოსთვის ეგა რა მე რაც ვნახე ხა და კიდე შიგნით რა ემართებოდა ხო კაცმა არ იცის ხო წარმოვიდგენია და ანა ამაგალ ძიმე დღეში ვართ და ბიჭო აი ესე ზივარ ესე მახსოვს მე ზივარ და აი ამ დიდი შუშის კარი და მზე საღამოს საკაიფო მზე რო შემოდის და კონტრაჟურში მოდის აი ულამაზესი აღნაგობის ანგელოს მოცურავს არ მოდის აი ხო იცი კონტრაჟური ვერაფერს ვერ ხედავ გარდა იმისა აი სხეულისა და აი სხეული რაღაც აი სიგიჟე პროსტა რა მოფარფატებს და რაღაც ეს მახსოვს დამთხელი კაბა და რაღაც და ეს ახლოს მოდის და ფურცელი უჭერს softy jack დაწერია როგორ ყობა მაგარია და მე მგონია რომ დაგვეძრა ბოლომდე დაგვეძრა და აი წავედი მორჯა იქავა ხო მივედით დასაყვანად მოვიდა კინოებიდან და წიგნებიდან მახსოვს რომ ტიპები რო იყინებოდნენ არ ხო იცი რომ მე ეგისა ბოლო ის მანება რო აქვს რა და მე ვხედავ ჩემ ანგელოს ესე მგონია რომ softy jack-ი უჭირავს ხელში მოვიდა ეს გოგო გვეტა softy jack აღმოჩნდა რომ ეს არის იმ ნათესავის შვილი რომელმაც ისინი ძალიან ქველმოქმედი და ისე ემპათიური ხალხია რა ძალიან ზოგადად დასავლურ კულტურაში ეს ემპათია ხო მოშნე რამე გას მაგრამ მაგას და ამ გამოშო როგორ ვიღაც ბიჭები კარგი ბიჭები მუსიკოსები იხრჩობიან იკვდებიან და ამ გამოშო ეს თავი შვილი რო აი იპოვეთ და წამოიყვანეს სახლში რომ ერთი ღამე აქ იყვნენ ბილეთებს უღებ და მე მეორე დღეს უშვებთ მიუნხენში რა და ეს გოგო მოვიდა და ეს მოკლედ ამას პეჩო რა თქმა უნდა ინგლისური რაღაცა ესმის პეჩოს იმას ეუბნება ამას პეჩოს შეუყვარდა იმ წამსვე რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიყვარდა ყველას მაგრამ ნუ პეჩო ესეთი ხო ისე არტისტულათაც ეგრეა და მუსიკაშიც ხო ჩანს რომ პეჩოს ეს აქვს რა შეუძლია ეს გამოხატოს შეიძლება შევიკავოს ის გამოხატოს და ნუ აი ესე გავყევით ამ ანგელოს მე უცებ გამოვფხიზდით მივხვდით რომ რეალობაა გავყევით წავედით სახში მივედით ერთი ოთახი დაგვიტმეს ლეიბები ყრია რა თქმა უნდა იმასე უნდა დავიძინოთ და ეს კალი ქალბატონმა ეს შემოგხედა და რამე ხო არ გინებავთ და ჭამა ხო არ წყალი მინა მართლა მახსოვს აი ორი შეკვრა ეს დიდი ბოთლები ლიტრიანები ეს დაგვიდეს დავცალეთ ეგრევე რა ჭამაც აი რაღაც ცოტა შევჭამეთ რა მერე წლების მერე გითხრა ფრაუ პლასმანმა იმას რომ ვკითხე როგორ არიან რა ხდებოდა და არა ცუდად არ არიანო ისე ანუ არ მიგვათრია ეს ფეხზე დგანანო მაგრამ ნუ ერთი 20 ლიტრი წყალი დალიესო რა მართლა ის ქონდა რა ალბათ ერთი დღენახევარიც და რაღაცები დაგვეწყებოდა იმიტომ რაღაც გლუკები გეჭდება ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ რომ თბილისში ანუ წყალია ჩაოლებრივი პოსტმაში უწყლობა მურტალია რა მართლა უწყლო არა წყალი ხომ მოდის ყველგან რა იქ არა იქ ტუალეტში უნდა შევხვიდე ფულით გადაიხადო ეგრე და იქაური წყალი აქ ის მეონგანი ნო ყველა ხა ორგანიზმი ხა სუფთა წყალი მაგ გემურია ბოლომე მოკლედ ეგეთი ამბავი იყო რა ეს რაღაც საკაიფო ანგელოზებიც იჩდებოდნენ და დემონებიც ფილმები გააბა რომანი ბიჭო იქ რო დავრჩენილიყავით გააბავდა რომანს მე არა ალბათ მე ვერ გავბედავდი მაგრამ ბიჭო გააბავდა ბიჭო იყო მაგ ფორმაში შენ და პეჩო უნივერსიტეტიდან კვეთაში რა სამედიცინო ხო და მაგ როგორ შეკავშირდით ისე სამედიცინოზე ხო არა მთლიან ანუ შენ და პეჩო თუ კიდე ვიღაცა მაგრამ გიას და ნოდარს მე ვიცნობდი ადრე რა იმიტომ ისევ აი ოთარს რო ახსენებ ოთარ ყარალაშა აი გერმანიაში ვინც იყო და ჩემი დეიდაშვილი და კლასელები იყვნენ თუ რაღაც ერთად სწავლობდნენ და რაღაც ერთხელ სადღაც მოვხდი კიკეთში ამოვიდნენ მანქანით პატარა მე ვარ აფშე პატარა და ისინი
აი დამწყები თინეიჯერები ვიყოთ. აჰა. და რაღაც წნეთში ჩავიდეთო და წნეთში ჩაუჯექი მეც ამათ მანქანაში ჩამოვიდა იქაც უცებ ოთარმა გიტარა გააძრო და full on hill იმღერა როგორ იცი? აი მაკარტნი მეჯდა. მედი. აი, მაკარტნი მეჯდა მანქანაში მე ვარ არ ვიცი 13 წლის 14 წლის. კინაღამ გავგიჟდი რა. მერე ოთარი რაღაცა ჩანაწერები მოვისმინე, მერე უცებ გაირკო რომ ოთარის მეგობრები გია ქარჩხაძე ნოდარი და იმათი ჩანაწერები ხო კასეტა ჩაშაშ მოვისმინე. და ნუ ასნა ეს დავიწყე რაღაცა ამათან შეტენვა რეალურად რა. მე ვასებოდა ისინი უნივერსიტეტში იყვნენ პირველ კურსზე, მე სკოლაში რაღაცა სარეპეტიციოში დავდიოდი ამათან სულ. და მერე ეს და მე უკვე ამათან ძალიან ახლოს ვარ რა გიასთან და და ჩარ soft eject-ით მე არა ჯერ ადრია вообще soft eject-ი მაგრამ მაქიდან წამ ნუ ამათან ვარ ახლოს ჯერ ერთად არ უკრავთ მაგრამ აი თან უკვე თან ჩემს სიმღერებს ვაჩვენებ ერთხელ რომ ვაჩვენე რაღაც ჩემს სიმღერა გიამ თქვა რომ კაი ბიჭი ეს ნოდარს უთხარ არა უშავს და ეს ჩემთვის იყო რა იცი რომ გიამ მითხრა ეს მიკი არ მითხრა თქვა და ეს მოქმედებს რა პატარა როცა ხარ ხო იცი და სტიმული მომცა რაღაცა და ერთი ჩემი მეზობელი მე სამედიცინოში ჩავაბარე ჩემი მეზობელი დამირეკა გილოცაო და ჩემმა მეგობარმა ჩააბარაო პეჩო ქვია იმასო და ისიც გიждდებაო მუსიკაზეო რა და ეს მომცა პროსტა ლინკი და ნუ ოკეი არაფერი არ გავატარე რა და მეორე თუ მესამე დღეს მივდივარ სამედიცინოში უნივერსიტეტში და ეზოში ბევრი ხალხი დგას და უცებ ის ხმამეს ხო გავიხედავ ხედავ ეს სასტავი დგას და ერთი მაღალი ტიპი დგას ამას იმინა მაღალია და უკრავს საკაიფოდ უკრავს და აი ტექნიკურად საკაიფოდ კი არა აი იმას უკრავს რაც მე მევასება რა აი ჰარმონიულად მაგ დროში თან სიბნელე ვარ და ეს მაგარი იმინა გამონათებებია და აი მე რა და რა აღმოაჩინე რაღაცა პონტი რის თქმა მინდა იცი აი რაღაცა პონტში საერთოდ არ ვარ რელიგიური არა ვარ არც ეს ამ თვალსაზრისით მოურწმუნე რაც ქვია ხო ეკლესიურზე ხო საერთოდ ლაპარაკია მაგრამ აი თელ ჩემ ცხოვრების განმავლობაში რასაც ახლა ვაკურდები ისეთი მომენტებია და ისეთი რაღაცა გადაკვეთები სულ მიჩდება მე რაღაც ეს შანსი არ არის ეს რაღაცა ან გმართავ შენ მიყევ ხარ სადაც ან რაღაცა გადაკვეთები ისეთი იჩდება რომ აი ამ გადაკვეთას თუ დააკვირდები და მოარტყავს თუ მიხვდები რატო ხდება რაღაცა გამოდის ამის მერე თუ გამაზე რა და ბიჭო ესეთი როგორ გითხრა კომუნიკაბელური ტიპი არ ვიყავ მაშინ მით უმეტეს რა უფრო კომპლექსიანი ვიყავი რა ჩაკეტილი და ესე მივიდე ვიღაც უცხო ტიპთან და ვა რა კარგად უკრავ გარმოშკაზე ვინახარ შენ მაგრამ ბიჭო მივედი არ ვიცი რატო აი მივედი და მეთქი ასწორებს და რა ქვია მეთქი პეჩო მითხრა თან ისე ცოტა ძველ ბიჭოთა იმ პეჩოში პოზა კონდა ეს პეჩო რა არის ძმა ეს მელაპარაკი და მეთქი ასწორებს კარგად უკრავ და არ გინდა მეთქი რომ ცადო ჩვენთან ეს მოვიტყუე ჩვენთან იმიტომ არ იყო ეს ჩვენთან ჯერ ეგეთი გადაწყვეტილი რომ მე ამათთან უკრავ იმ დროს ჩემთვის ლეგენდები და რაღაც ბოჭი და ვინახართო თქვენო ძალიან ისა მე ვთხარი რა მე გია ქარჩხაძე ნოდარ უცებ დაპატარავ და კი როდის ამაზე იცოდა ამას მოსმენილი აქვს თურმე ეს კასეტაზე ჩაწერილი რაღაცა ოთარი გიას ნამღერები ისა და ტიპისთვის ის ეგ ჩანაწერები არის სადღაც გიას ექნება ყველაფერი და ტიპისთვის ისინი ესეთი რა რაღაცა ხოცი იმ დროს შეპატარა ხალხი ცოტა უფროსები უკვე ჩანაწერი აქვს გიტარა ჟღერს ხმები ჟღერს კი ნუ ეფექტური იქნებოდა ხო და ტიპმა ეგრე როდის ეგრევე და რაღაც მეორე თუ მესამე დღეს პეჩოსთან პეჩომაც ჩემთანო ავედით მე და გია პეჩოსთან იქ ყველაფერი იქნა და ნუ ზე დაიმხო სუპერსტარი იმღერა და რა ვიცი მაკარტნი ყველაფერი და გიას უსმენდით მე გამოვედით გია მითხრა რა მაგარი ტიპია ძალიან მაგრამ ღირსო ძალიან მოდი ცადოთ რაღაც რომ მიბრუნდა პეჩოს ეს უთხარ რომ ცადოთ მაგარია ხო რაღაც პონჩა ეგრე დაიწყო შენ უკვე მე soft eject-ი არა კაცო რა ბაზზე მე ბასი ხელში ავიღე
იძულებით, იმიტომ რომ აი ოთარ ყველა ყარალაშვილი ეგრე იღებს ვახსენებ. ბას ხელში. ხო, რაღაც პონჩი. ოთარ ყარალაშვილი ვახსენე, ეგ უკრავდა ბაზზე რა. რომ წავიდა დავრჩით ეს უბასოთ რა. მაშინ არც სახელი ქონდა მე მგონი, ხო, არც ისა. უბასოთ დავრჩით და მეთქი რაღაც ბასი ხო რაღაცა, ხა ბასისტს მე არ თვლი ჩემ თავს ბასისტად. როგორც ინსტრუმენტი ის ბასისტი მე ნამდვილად არ ვარ. საერთოდ არ ვიცი ბასი როგორც ეს ცალკე ინსტრუმენტი, მაგრამ ბასი ასტორებს, მაგრამ როგორც აი მაშინ რა, როგორც ჩანაწერს თლიანობაში აი ამ კომბინაციაში მე ვასება. ამიტომ რაღაც ცოტა უცნაურ ბასებს უკრავ. მაშინ ახლა შენ რასაც ყვები რა, საერთოდ აი ბენდის დინამიკა ჩემთვის ყველაზე რომანტიული რაღაცა არის რა, აი მაგის მოსმენა. ხტები აი ერთი აი როგორი იწყებოდა და მე ვინ როგორი ტიპია რა არის. აუ რა ხდება ჩემ აი ყველაზე მეტად რამე თუ მენატრება, აი ყველაზე მაგრა, რა ვიცი, გატარებული დრო ან დახარჯული ცხოვრების დრო ან რაღაცა, ეს არის ბენდთან ერთად ტრეველინგი რა, აი ბენდთან ერთად სიარული, ოღონდ აი ესეთ ბენდთან რა, რომელზეც წლები, აი რა ვიცი, მართლა წლები ერთად ცხოვრობდით. ნუ პეჩოს მე ადრე მოიყვანა ცოლი უკვე ოჯახი ყავდა, მაგრამ კაცი, რა ვიცი, ნუ დღეში და 24 საათში 20 საათს ერთად ვატარებით, 4 საათი შეიძლებოდა რომ სახში ყოფილიყო. სტუდიაში გვეძინა. საერთოდ სხვა ბენდი ეგ არის რა და აი ეს ბენდი მე ერთად ერთ მანქანაში რო ჩდება, რაღაც ერთ საღამოს უკრავს რაღაც კლუბში, მე ეს აპარატურა უნდა აიღო, ჩატენო, თან ჩატენო ეს ყველაფერი რა, ძლივს მე 4 კაცი ჩაჯდა, წახვიდე სხვა ქალაქში ვაფშე. ღამე იარო, ჩახვიდე იქ ნახევრად გეძინოს, მე იქაც კონცერტი. ეს ამაზე მაგარი ცხოვრება, აი ეგ გამოვლილი, მაგრამ მან თავარი მუშაობა არის დაკვრამდე და დაკვრის მერე. თორე დაკვრა არაფერი არ არის. ძინარეს გვეძინა, ხო? ძინარე უკრავდი მართლა ერთხელ. მართლა გეუბნები. მოკლედ ის იყო რა, რაღაც ეგეთი ამბავი იყო, რომ ერთმა ჩვენო მეგობარმა გვითხრა, მოგელაძეზე გვევაზრებოდა რა, ოაზე რომ არა, მაგარი გიტარისტია ბიჭო, იცი, აი, რომ გააღვიძო მძინარეო, და ეგრევე დაგიკრავსო იმ ბრაზაში, ბაზარი არა ჩვენ ხო, ამბო და გერმანიაში ვიყავით თუ ინგლისში იყო ესა? აღარ მაგ რომელიღაც იმაში, მოკლედ ესე ძალიან დატვირთული ტური გვაქვს რა. ესე ვაკეთებთ ტურებს გეგმავდით 2 თვე ნახევრიანს და ბაზა საქართველოში ქონდა რა. ჩამოვიდი და გვამზადებდით, მე მივიდიოდით და წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ. ძალიან დატვირთული ტურია, დღეში 2-3 კონცერტს უკრავთ რა. თართულია რა, მაგარი რთულია, იმიტომ რომ ღამე 4-ზე რო იძინებ რა. იძინებ კი არა 4-ზე რო ამთავრებ, წარმოიდგინე გიგს რა, ლაგდები სხვა ქალაქში მოდიხარ და დილით სკოლაში გვაქვს. პატარა დაკვრა, მაგრამ ფულს იხდიან და სკოლაში გაქვს აი რაღაც შესვენებაა 20 წუთიანი და იქ უნდა ჩაჯდე დაუკრა რა. მაგას ვინ გილაგებდათ ისე ეგეთ გასვლას? ჩვენთან ვალაგებდით. ჩვენთან გია ქარჩხაძე აკეთებდა ძირითად მენეჯმენტს, მერე უკვე სოფტების რა. არ ყავდა რა. გია რეკავდა, გეგმავდა. სადარეკო ისკრამის დაუკრა. მერე უკვე ისე სახელი ქონდა რა. გერმანიაში აი რურგებიჩი დიდი რეგიონია. დუსელდორფ, ბოხუმია ესე. ეგ რა წლებია? ეგ არის 93-95. ო, ესე. 92-95. ტექსტში მორჩა იგამა. და სად გავჩერდი? აი დაკვრა. ძილში დაკვრა. ხო, ძილში რო გააღვიძო, უბრალოდ აი ეგეთი ტური გვაქვს რა, რომ სკოლაში ჩამოვედით რა, დილით და იქიდან წამოსულებს და რაღაც სკოლაში და ბავშვები ხო ნერვებს გიშლის ყველა. და უცებ გადმოთან რეკორდი მოხსენით აპარატურის ჩვენი აპარატურის დაშლა აწყობაში. რაღაც 5 წუთი იყო თუ რაღაც აწყობა და რაღაც 10 წუთი დაშლა. რაღაც ეგეთი რა, ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ყველა. და ბიჭო, სკამი გავჩიტა, სკამი მინდა მეთქი რა, ის ძირითადად ვიდექი რა. სკამი მინდა ნოდარე გვერდზემის და უკრავდა ეხლა ქავერებს უკრავდით, ხო ხტები, აი ეგეთ ადგილას ქავერა, პოლ საიმონ რაღაც ისენ თან მე ნაკლებად ამის დაკვრა ნაკლებად მაინტერესებს რა რეალურად. ისინი კარგად ვღერიან და ევასება და ხო, მაგითო, ხო, მე რამე. ბიჭო, ზივარ და რაღაცას უკრავ და უცებ აი ამ მომენტში გამოვხიზდი. საგიღო, ხო. ამიდან ვარდები რა. აი ამ მომენტში გამოვხიზდი და ნოდარას გავხედე და ნოდარ უკვე მოგელაძე. რა მოგელაძე მე გძინავს და ისე უკრავ.
ევინა ბაბა მოგელაცე გავაკეთე. ძინარ მართლა გეუბნები, აი ისე თან ეგ რა პონტია, იცი? სასაცილო კი არის, მაგრამ ეგ არის პროფესიონალიზმის რაღაც და იმიტომ რომ ისე ავტომატურად ვიყავი, ეხლა რო უსმენ მართლა იმ დროს მაგრა არ მევასებოდან, აი რა ჯერ ისე ისე რას უკრავთ და რაღაც ჩვენსაც ნაკლებს უკრავდით, რაც არ მევასებოდა და ესე. მაგრამ რო უსმენ იმ ჩამანწერებს დღეს აი მანქანა რასაც არ უნდა უკრავდე რა მნიშვნელობა მანქანა აი გამართული ბიჭო აი რა ვიცი მიდის მე რო პირველად მოგისმენეთ ეგეთი ეფექტი ქონდა ანუ ძალიან მოვიხიბლეს მე მგონი ვიდეო ნახე ალბათ პირველი კლიპი რაც ქონდათ რა და რაღაცა არ მახსოვს პატარა ვარ ძალიან და რომ მოვისმინე ძალიან კაი აი ხარ ასე ძახი რომ გამართული და მაშინ ყარი ყო ეს გამართული საუნდი დალაგებული და ყველაფერი ძალიან ეგ ხო პრაქტიკაა რა რეალურად აი რამდენს უკრავთ რამდენია 150 მეტრზე კონცერტი გვაქვს ჩატარებული პირველი ვიდეო ის იყო საახალწლო რაღაც ბუხართანო ხო ეგ იყო ხო პირველი ის ჩვენი გაკეთებული ვიდეო რომელიც რამდენი songwriter-ი იყო ბენჩი ბიჭო 3 ანუ შენ ბიჭო 3 გია 3 ნუ დარსაც ვეკაჩებოდით მაგრამ რაღაც არ წამოყვა 3 ეგეც უცნაურია 3 songwriter-ი ერთ ბენჩი არ არის ხშირი რა ბიტლები სოფტები კი ბატონო კიდე ჩამომითვალე სხვა მე მესამე მითხარ იცი რა მახსოვს პირველად soft-eject-ი სად გავიგე, იცი? რადიოში რაღაცა რო აი გერმანიიდან ჩამოვიდნენ თუ რაღაცა კონცერტია და სადღაც პლეხანოზე შეიძლება საერთოდ ჩემი ფანტაზია, მაგრამ მე ეგ საინტერესოა. გარავანი იყო რაღაცა ჩარეული soft-eject-ზე რა თუ რაღაცა იყო. იყო ეგეთი. აი ამ გადაცემებს ყველას უსმენ, მაგარი საინტერესო ასწორებს და კომპლიმენტები მინდა გითხრათ, მაგრამ ასწორებს თქვენს და აქაც და ყველას ასწორებს, ასაც აკეთებთ, მაგარი რამეა. არა მარტო ჩვენთვის, მუსიკოსებისთვისა, დარწმუნებული ვარ ბევრი სხვისთვისაც და ისტორიისთვისაც ზოგადად რა. ხო და ბევრს ლაპარაკობდით მარგარიტაზე რა. და შენ გახსოვს რა ხდებოდა მაშინ სოფტებთან? აი სოფტები რატო არ იყვნენ მარგარიტა? სოფტები მაშინ გუნებდნენ ასე თქვა ერთ-ერთი ის ბენდი, ერთ-ერთი კი ალბათ ერთადერთი ბენდი იყო, ვინც წარმატებას რაღაცას იქ მიაღწია. ირაკლი ჩარკვიანი რო იწერდა სვანს, მაგ წელს იმ სტუდიაში მერე ვიყავით ჩვენ და რაღაც თქვა ჩვენ იმ ტიპმა რა, ვისთანაც, იმიტომ რომ საწერ სტუდიას ვეძებდით და მაგ სტუდიაშიც მოვხდით, მაგრამ არ გაგვისწორდა ეგ სტუდია სულ. მე სხვაგან წავედი. ეგ იქ ხდება ხო გერმანიაში ჩაიწერა? იქ ხდება ხო გერმანიაში ჩაიწერა. ანუ ჩვენ წასვლამდე დავგეგმეთ საქართველოს კონცერტი. საქართველოს კონცერტი არ ქონია ლაივი და თქვით რომ მოდი რა ბოლო უნდა დაუბრათ რა ერთი ლაივი დიდი და დავგეგმეთ 2 დღიანი ლაივი. 2 თუ 3 თვით ადრე. ეგ მარგარიტას პერიოდს ემთხვევა თან ეხლა მაგას ზუსტად მარგარიტა ხო იყო 3 თუ 4 დღე თუ ხო რა 3 მე მგონი როგორც აი იმ დღეებში 2 დღე იყო ჩვენი და ეგ იყო ჩვენი სარეკლამო კამპანია ეს რომ დადიოდა ეგ ავაწყეთ საკუთარი ხელით დავწერეთ იდეა ეგ იყო რომ ქალაქში გვიარა იმიტომ რომ ინტერნეტი არ იყო რეკლამა ტელევიზიაში რეკლამა ისეთი იყო რა ესე იგი ერთი დრო 95 თუ 16 არ ვიცი მარგარიტა როდის 95-16 მაგიტო არ დაუკარით რეალურად რა თორე ხო კონცერტმა როგორ ჩაიარა ბიჭო კონცერტმა უცნაურად სავსე იყო ხალხი და ნუ ეხლა რაღაც პონჩი ჩვენი მსმენი მაგრამ ძალიან ბევრი ნათესავი იყო ხო ხდები ხა თან ბევრი ვიყავით რაღაც პონჩი რა ხო და ჩვენ ეკითხვა რატო არ გაგვიშთა იცი რეალურად ჩვენ ვართ ერთი დღე ნავყოფი მეც და შენც იმ ალტერნატივი არა როკის დღეზეც ვარ ნავყოფი მე როკის დღეზე ვიყავ მე ესე მახსოვს რომ ერთი დღე ვიყავი და თქოს თუ სამივე დღეს რა ხდებოდა ეგ აღავიცით ნუ შენიც მე ხო მაგრამ მე ანუ soft-eject-ი რო არ გამოდიოდა ეგ მახსოვს ხო და ხوار მეშლება რაღაცა მეთქი ეგეც გადასამოწმებელია მარგარიტა მაგრამ მახსოვს ჩვენ აი მარგარიტას დღეებში ქონდა ეს 2 კონცერტი 2 სოლო კონცერტი იცი რა ეხა მართლა გეუბნები შეიძლება ვატრაკით მაგრამ თითქოს ეს ინფორმაცია საიდანაც ვიცი რომელი აი ეს რომ ესენი არ იყვნენ რაღაც მიზეზის გამო არ უფრო დეჟავუს ამბავით შეიძლება ვიღაცას მოყოლილი აქვს ვიღაცას თქვენგან არ ვიცი
ხო და მე არ ვიცოდი საერთოდ მე კაკრას მაგ პერიოდში რადიოში მოვისმინე და მოსხოც რადიოშიც მაგარი ამბავი შენ მაგ მიაქციე პირველად ყურადღება 106 ხო გახსოვთ 106 მაგარი რადიო იყო ჩვენთვის მუსიკოსებისთვის და ისედაც საკაიფო რაღაცას აკეთებდნენ კაი მუსიკასაც უშვებდნენ ჩვენ ჩამოვიტანეთ პირველი CD ვის კონდა CD მაშინ ჩვენი პირველი სინგლი იყო სამ სიმღერიანი სადაც იყო ეს ბლიჯას კერიონი კაკრას კლიპი უნდა დაგვედო თუ რაღაცა და ეს სად მიიტანდი ასე ვქში ხო მივიტანეთ ასე ვქში და ხა ვიცით რომ პრემიერა რაღაც დროს უნდა გავუშვათ და ხა მე არ ვიყავ გია თუ ხო გია ზის სახში და უსმენს და აი რაღაცა გამოცხადეს აი soft eject რაღაც ახალი ესე ჩამოიტანეს და დადგეს წავიდა პირველი სიმღერა გავუსვა წავიდა მეორე სიმღერა და გია მიფიქრა ვა ორივეს უშვებენო გავუსვა წავიდა მესამეც ბიჭო დაეძინა DJ-ის თუ რაღაცა 3 საათი ტრიალები და ეს 3 სიმღერა წარმოგიდგენია დაიძინა თუ რა ბიჭო არ სვავდნენ ალბათ და იფიქრა CD-ა იგი აღარ მიაქცია ყურე 3 იფიქრა CD 1 საათი რაღაცა თოს 3 საათი და მაგარი იმუშავებდა თავიდე არა ხო რაღაც მომენტში ანტირეკლამა ეხა კიდე ბუნდონად იცი რა მახსენდება რომ მაგ პერიოდში თქვენი ყავით და ადიო იყო კიდე რომელიც იქ ტურებში დადიოდა ადიო ცოტა გვიანდა ხო ადიოს და მე პროდიუსერობდი კი მენეჯერობდი რაღაც პერიოდი ხო იმიტომ რომ მაგათაც იქ ჩაწერეს და ტურები გაიარეს კი არა ხო ადიო იქ მერე დაიწყო ხო შენ გახსოვს ვახორო იყო ლოლიტების მენეჯერი აი როგორ ესე მახსოვს ხო შენ გახსოვს აბანოში რო წავედით აი ეგ პერიოდია მე მახსოვს ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი უნივერსიტეტის კონცერტ პერიოდი კი ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი მეგობრობის დასაწყისი დაჟე რაღაცა ჩემთან ვარენცოზე ვიჯექით ერთ-ერთ საღამოს და ყველაფერი მე იქ გონიოში და გონიო მაპატიევა ხო გახსოვს ეგ და ისიც მახსოვს როგორ ერიდებოდა ამას რომ აუ ეხა იმას რა უთხრა მახსოვს დაუკარეთ კონცერტი და მე რო ამოვედით და აუ ეგ ძალიან საყვარელი პერიოდი რომელიც 3-4 4-5 წელი. 3-4-ია. ლემონჯუსი ჯერ გამოსული არ იყო. მე ცოლი მყავდა მე შენ მოგეცი დემო რა, ანუ დაუბეჭდა პროსტა ხელი დაწერილი. მახსოვს დაჟე რატომღაც იყო ჩართული ამაში არდგენი. ანუ ანიტო არდგენზე მოგეცი, ნიტო არდგენზე მე მნახე და მითხარი შენ არდგენზე მე მგონი და რაღაცა მან გადავიკვეთეთ ხო და იმ დღეს კი გითხარი მაგრამ ეთერშიც მინდა გითხარ რომ მართლა ძალიან დიდი მადლობა პირველი ადამიანი ხარ ვინც დააფასა ჩემი მუსიკა მე მიხარია ეგ ხო იმიტომ მართლა ძალიან დასრულდა ჩვენი ურთიერთობა ბოქში არ დასრულებულა სულ ისე როგორც დასრულდა ხო მაგრამ სულად არ დასრულებულა და ეგეც ასწორი ხო სულად დასრულებულიყო ალბათ რაღაც ურთიერთობაც ვერ გვექნება. არა, ხო, მე მართლა მინდა ვთქვა, რომ ის რაც აკეთებდა Young Georgia Lolitas მაშინ, ძალიან ეფექტური იყო. პირველი რომ მოვისმინე, აი ისე უხერხულია მაგაზე ლაპარაკი? რაზე? ანუ რაში იყო პრობლემა? მე ჩემ თავში ვხედავ პრობლემას, ძალიან ამპარტავანი ბავშვი ვიყავი და უტრაკებდი შეჩემა. ნარკოტიკების ამბავი. რა თქმა უნდა. იცი რა იყო კლასიკა იყო რა აი არტისტის და პროდიუსერის ურთიერთობის კლასიკა იყო რა არტისტს უნდა მეტი პროდიუსერს უნდა რომ გააკეთოს მეტი მაგრამ რის ტრაკიცა აქვს ის უნდა გააკეთოს ხო ვერ გაიხევა რა და ნუ მე აისროლა ის რაც უნდა ცალკე ერთი ბოლო მოთხოვნა იყო ამისი რომ ჩვენო ეხაო ძმა უნდა წავიდეთ ცალკე სახელი უნდა გვიქირაო თუ სადღაც გარეთო და 1-2 თვე უნდა ჩავჯდეთ და მაგარი ალბომი უნდა ჩავწეროთ და ეკენი ბაზარი არ არის ხო ეხლა შეძლო მაგ პერიოდშიც ქონდა ეგ ცდილობა სადღაცას არ მახსოვს კი რაღაცა ჩალიჩოვდით არ მახსოვს ნუ არ ქენ ხო ნუ გენაცვალე ხა ამბიციები ნუ იცი რა იყო მე უფრო ვაბრალებ გარემოს ქვეყანას იმ სიტუაციას ახლა წარმოიდგინეთ ჩვენ რა ვიცი ცოტა უფრო მოხოდილ მაგ თვალსაზრისით ქვეყანაში რო ყოფილიყავით იცი რა მაშინ თან არარეალური რაღაცები ხდებოდა მაშინ მართლა ზღაპარში მეგონა თავი
უცებ ამ ყველაფერში პარლაფონი მწერს. გახსოვს? ანუ კი, მახსოვს ბევრი რაღაცა. ანუ რაღაცა ისეთი ფიდბექი მოდიოდა საზღვარგარეთიდან. აი გაბრნევს მე არტისტს რა და თან ჩვენ რა ხოძეც თან თლათხიზელიც არ ვიყავი ხდები და ანუ ეს ვაუ, вообще მაგრამრია რა 23 წლის ბიჭს. აი ეს ვიდეო რო გამომიგზავნე ის ვიდეო. არც მე არ მქონდა, ეგ პერიოდია ხო პირველი ლაივი გავაკეთეთ ალბომის სპონჩი რა და კლიპის პრეზენტაციის სპონჩი და მანდაც ვიდეო ხო რას ლაპარაკობ ხო ეგ პოზიცია გაქვს რა კარგი რა სტეპ რეკორდსი და რატო დავარქვით სტეპ რეკორდსი ეგ ხუიოს რაით და ამან მე სტოპ რეკორდსაც გადააკეთა კობენდა ამიდგა ძალიან საყვარელი არის ეხა რაღაც პონჩთან მაგის მოყოლაც ბიჭო რა არის აი იმდენად რაღაც პონჩი სასაცილო იყო ეხა ეს ამბავი რომ მე არ ბრაზდებოდი რა სიმართლე გითხრა შენ იცი რა უკვე დააგებული გადმოსახედი ქონა და ხე ჩვენ ბავშვები ვით ცოტა შიქქონდა ის არ მქონდა რომ ფუ ამის დედა მოყეს მინარიან და რაღაც ვაფშე არ ბრაზდებოდი ჯერ ესეთ ნახე რა არის მან მუსიკოსია და ძალიან მაგარი მუსიკოსი იყო და ნუ მთელი ბენდი და ვაფშე მთელი ბენდი მართლა ძალიან ყველაზე მაგარი სასტავი იყავით რაც იმის მერეც და ამის მერეც გაგიკეთებია და იგი ამას რო ხედავ ეხა რავი მე როგორც პროდიუსერი ამას უფრო წინ ვაყენებ ვიდრე რაღაცა ამათ ახირებებს რა და ვცდილობდი ეს რაღაცნაირად დამელაგებინა არა ნუ არ გამომივიდა მე რა ესენც არ წამოვყვნენ აუ და შენც ძალიან საყოველობები გაიარე რეალურად ჩვენ რაღაცა იქ რა ისინიც ქონდა წაქცევები და რაღაცა პრობლემები რაც ქმნიდით კონცერტი შეიძლება და ჩაგშლოდა მომენტი ხო კი არა იყო ეგ კაფეზედან მოვიყვანე ერთხელ კონცერტს მახსოვს კაცო მეც ხო დავრბოდი მაგას ხო და ხო არა ეგ ის არის მაგრამ ეგ მაგასაც არტისტის რაღაც პონჩი იმას ვთვლიდი რა ნუ ეხა ეგრეა რა. ხა როგორ უნდა უთხრა არტისტ ადამიანს უნდა უთხრა რომ ჯანმრთელობაზე ბნებს ხო, მაგრამ ნუ მოდი გამოუძვრეთ და რაღაცა თორე არტისტი არტისტი უნდა მიუშვა რა. აჰა. არ გამიგოდის რომ იმას კი არ მომობ რომ მიუშვი და ფეხებზე დაიკიდო არა თავის ბუნებრივ გარემოში უნდა იყოს რა როგორც ცხოველი არტისტის რეგულაცია როგორ უნდა არეგულირო არტისტი რა კომფორტშიც არის იმ komfortში უნდა შექმნას რა შემოქმედება სხვა ამბავია რა ჩარევა შემოქმედება ჩემთვის არის ყველაზე დიდი დანაშაული თუ რამ შეიძლება ხელოვნებაში ხდებოდეს რა ასორია შენ დღეს რა იზახდი რო ყვებოდი რო ის მეუნებოდა ვიღაც მასწავლებელი რო კაიაო ყველაფერი მოიჭე მიუშვა თავის მოიტრიოს ხვირიც ისიც გაიაროს უნდა ეგ გზა რა ანუ ხო ნუ არ უნდა დააღუპო ეხა ადამიანი არ უნდა დაიღუპო ჩემ ცხოვრებაში მომენტებში ხედავდი რომ იღუპება იმენეთში არა ხო არ უნდა დააღუპო ეგეც არის რა არ შეიძლება ეგეც არის დააღუპო რა ნუ ადამიანურად გეცოდება პროსტად ხო იქ სუფთა ეგ იყო რომ რაღაც კარგი ტიპი პატარა თან და ნუ აი ამ კლეობაში კატასტროფულად ვიქცეოდით ხო ეგეც ხო გარემოდან გამომდინარეა რა თქმა უნდა პერიოდი და ხო მაგრამ ისე იმ დღეს აჩიკო რო იყო აქ მაგაზე ბაზრობთ მე ძალიან კარგად მახსოვს საერთოდ როგორ შედგა ნუ ახლა უკვე open area television ანუ შენ და აჩიკოს მეგობრობა არ გახსოვს ეგ რაღაცა ინტერვიუ იყო სერგი გვარჯალაძე აკეთებდა ბევრნი და რიქში ვიჯექით იმიტომ რომ უნდა შევსულიყავით რაღაც ოთახში ინტერვიუ მიგვეს და ვიჯექით მე შენ და აჩიკო აჩიკო მითხრა უკვე მეორე ტყვები ამ გადაცემაში თუ აჩიკოს მოხერი ხო ნახე გადაცემა გაასწორა ხო და გახსოვს რა სიროგზე რომ მითხრა ქართულისო დაწერდა და შენ უთხარი არა ინგლისურები და თქვენ მე ერთად იმას ქენით რა ქვია რა გადაწყვეტა ლეიბლი არა მაგ დროს არ გადაწ უკვე რაღაც ჩვენ მოკლედ რაღაცებს ნალაპარაკები ქონდა ხო და ლეიბლი ნაწილი იყო იმ დიდი ამბის რაც ქონდა ოპენერიც კი ნაწილი იყო რა რაღაც პონჩი და ხო ლეიბლი კარგი იყო პირველი მცდელობა ქონდა Young Georgian Lolitas-თან რაღაცა ნუ ლეიბლი ვერ გავქაჩეთ ვაღიარებ სამგერს დოქტორმა გააკეთა
იგივე დაახლოებით სტოქტონის სუპერ ლეიბლია. ჩვენ გვინდოდა ხო გაგვეკეთებინა და კოკასაც უთხარი ერთხელ საღოლმეთკი ის გააკეთა რაც ჩვენ გვინდოდა უცნებად ქონდა ჩაფიქრებული ქონდა მანდ ვერ გავკაჩით სხვა გონია რომ გავკაჩით რაღაცები და მაგრამ თქვენ ბევრ რამეზე გადანაწილდით მაშინ კიდე ეგეც ხო იყო? ხო არა ბევრ რაღაცას მოვკიდეთ ხელი და ნუ ოზონი ტელევიზია ოზონი იყო ძალიან მაგარი რაღაცა და ძალიან წყენია რომ ხო და ოზონს ქონდა ისა ტირაჟი ჩვენ ახლა ჩვენთვის ვინც მუსიკა გვიყვარდა ჩვენთვის საოცრება იყო არ არსებული რაღაც გაჩნდა კი ქონდა არა ეს დღეს რო გამოსულიყო გაცილებით გონია გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა იმიტომ დღეს მიუხედავთ იმისა რომ დღეს მასალაც გაქვს მიუხედავთ ხო აი დიჯიტალია უფრო აი ბევრი ინფორმაცია გაქვს აი მაინც დღის ჟურნალი მაინც ხო არა ხელში რო გიჭირავს მაინც ხო არის რა ფოტო ხელში გიჭირავს ხო იმ პერიოდისთვის როგორი მუშაობა მაგან ამ ტირაჟის კომერციულად კომერცია არ არსებობს არა კარგი გაბა კომერცია ვაფშე არ არსებობს პოლიგრაფიაში მით უმეტეს არა მაშინ ეხლა არსებობს რა თქმა უნდა რაღაც პოლიგრაფიაში ეხაც მე არა იმაზე ამ შოუ ბიზნესზე ვამბობ ეხლა კონცერტს ატარებ რაღაცა შემოსავალი არის რომ გადაიხადო ხო მაშინ საერთოდ რა კომერციაზე არის ლაპარაკი ტირაჟს რაღაცას ნუ გონიერჭი ტირაჟს ბეჭდავდით და მივდიოდით რაღაც საკაიფოთ მიდიოდა მე რაღაცა ძალიან გაგვიხარდა ახლა მას რაღაც ნაწილს ხო კაი იყო ხო არა კარგი იყო და მგონია რომ მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ ეგეც აი ნახეთ ჩვენი საერთოდ ჩვენი აჩიკო ბექა და მე თავარი აი ვინც დავიწყეთ ამაზე ფიქრი და მუშაობა და რაღაცა თავარი ამბავი იყო რომ მუსიკოსები ვიყავით და ხშირად ვამბობდით ამას რომ აი ჩვენ ვიცით ყველაზე მეტად მუსიკოსის პრობლემა აქვს ვიცით რა გვინდა ჩვენ და ეს უნდა ყველას აი ეხლა მე ის უნდა ყველას ყველა მუსიკოს ეხლანდელ open air-ს ეგ მაგრა ეტყობა და ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის რომ ეტყობა რომ აი აფასებს არტისტს და არა მარტო უცხოელს რა აი ქართველი არტისტი არის ისეთივე მნიშვნელოვანი როგორც headliner არა აქვს მნიშვნელობა რომელიც ეგრე იყო უბრალოდ ყოველთვის ვერ აკეთებ იმას აი ხო ხდება ვერ აქცევ ყურადღებას ყოველთვის იმიტომ რომ რაღაც მომენტში ფესტივალი ჩაშლაზე ან არ გამოსვლაზე რო არის ლაპარაკი ხო მანდ ნახე რაშვები ამისთვის ვაკეთებ მაგრამ იმისთვის ამისთვის გავაკეთო ეს უნდა გავაკეთო თავარია რომ დღეს აქ ვართ რა არანაირ მნიშვნელობა არ აქვს მე იმას კი არ ვამბობ შემოწდარები ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს ჩვენ და გვექნება კიდე მომავალშიც თუ რაღაცას გავაკეთებთ იმიტომ რომ ნუ როცა არაკეთებ არაფერს მაშინ ხარ შემოწდარი რა მაგრამ ამ შეცდომასაც ან დანახვა უნდა მე გამოსწორება ან ზოგადად ყველას ხრიდან დანახვა და აღქმა რეალობის უფრო აადვილებს ხოლმე ამ ამბავს რა ეხლა იგივე მუსიკა გახსოვს ქართველი შენგანაც ეგ პრობლემას open air-თან აი მაგ დაჯახებაში ბევრჯერ ხო დავჯახებო ვარ რა მაგრამ აი მანდაც მე პიროვნულად რაღაც კაჩაროვია რა кайფში არა ლეუბაში არის რა იმიტომ რომ ნუ რაღაც პონჩი ჩემთვის მაინც რაღაცა სენტიმენტები არსებობს რა იგივე აი ის სენტიმენტები რო აი ეს პატარა აბანოში რო წავედით ცალკე ამბავი იყო სადღაც ქონდა გაგებული თუ წაკითხული რომ ეს აბანო დიპლომატიური ადგილიც იყო რა და ტიპები ხო ჩამოდა ესე აი ნეიქ თუ არა დავაი ვიბაზროთ არის და პირველი მეთქი ამათ ეგ უნდა გაუკეთო რა პირველი ეგრე დავილაპარაკეთ მეთქი დავაი გინდა თუ იყოთ პროდიუსერი ამათაც რაღაც წარმოიდგინეს რაღაც პროდიუსერი აბანოში არა ძალიან გაიხოდია ხო იმინა პროდიუსერული ხოდია აი დავჯექი და იქ გითხარით რა გულწრფელად უთხარი რაც არის რა რაც შეგვიძლია და მაქსიმალურად რაც გვინდა იმას გავაკეთებთ просто ნუ თქვენს გამოქვევით და აი რაც გვაქვს ეგ გაგვაქვს ეგ იყო რა ძალიან სავალოვანი. აუ ხო, რაღაც პონჩი პირველი ნაბიჯები არის ინფრასტრუქტურის დაალაგების ამბავში, ეგ პროდიუსერის მუსიკოსთან ურთიერთობის ვაფშე ფესტივალის აწყობის. ვაფშე არავინ არაფერი არ უწევს. ეხლა რაც ხდება, ის იყო ერთ-ერთი ნაბიჯი რა. ან პლატფორმა გამოვიდა რეალურად და ეხლა მაგაზე შენდება რაღაცა. ხო, მოკლედ თავარი ამბავი იყო, რომ აი ეს მანიაკალური სურვილი ქონდა, რომ ეს გაკეთებულიყო რა, ჩვენ რასაც ვაკეთებდით. რა თქმა უნდა არ ვიცოდით, საიდან უნდა გწოდნოდა. ვიცოდით ვუდსტოკი და просто ეს წარმოდგენა. წეგან ხო მოყევი ჩვენი აღქმა როგორი იყო ვაფშე მუსიკოსებზე და ბენდებზე და ამ დროს ხო?
აჩიკომაც ახსენა ეს როვერი, გლოვერ როვერი, აი ძმა, მართლა მაგარი ბიძა და კაცი აი იმაში რა, ფარფლებში. გლოვერი. გლოვერი ხო? როვერი რა. აუ ის მისტერ ლენონ ფაკირზე არ გიკითხავს. ხო და მოგიყვე. მომად მივდივარ. აი მასლაზე თან როგორი ტიპი იყო, იცი რაღაც მაშინ მყავდა რაღაც Volkswagen 3. აი ნახე ერთი წუთი შენ იცი ეგ ის ვაფშე მისტერ ლენონ ფაკიუს ბაზარი? რომ რატო არის ეგ არის კითხვა უფრო საინტერესო რა პონჩი არის ჯონ ლენონ ფაკიუ რა პონჩი არის მარა წეღანი და წინაზე აჩიკო ყვებოდა მაგ ის ხო რაღაცა გავიგე მორისონის და იმის ურთიერთობას რა ქვია ლენონ აუ ეს ტიპი არის მაგარი ბიძა რა დღემდე რაღაც მიმიწვდება ხოლმე რაღაცას კონტაქტები რა ძალიან იშვიათ არტისტს აი ძალიან ბევრი ხო სახელიან ჩამოგვიყვანია ფოტოები არა მაქვს არც ერთად რა ერთი ფოტო გზავინულთან просто გადამაღებინეს მოდი გადავიღოთ ეს იდიოტი ვდგევა არ მევასება რა ვიცი რა მაიმუნობა ეგ არა როგორ არევასება არტისტს ეგ და არ მევასება просто ფოტო გადაღებული მირჩევნია რომ ურთიერთობა კონდეს მან ხო იცი უფრო საინტერესო მოგლეთ რატო ყვები ამასო ეს ტიპი ეს გლოვერი რა აი იმ პატარა ეს რომ ყავდა ეს გოლდსტრი ესეთი ორკარიანი თუ რაღაცა და ამათ ავტობუსი ჰქონდათ როგორც კი რაღაც მომენტი გაუჩნდა აი ბიზი უცებდა არა მიჯდებოდა მე რა ეგეც ეთყობა ეგეთი აინტერესებდა უფრო აი ხალხთან ურთიერთობა საინტერესო კაცია რა მოკლედ რა გილანისგან განსხვავებული ხო და ერთ-ერთი ბაზა ეგ და მივიყვანე სასტუმროში რა სადღაც ვიყავით რაღაც ძალიან მაღალი დონის სადღაც და რა და მივედით სასტუმროში რატომშე და გადმოვიდა და მოკლედ ძალიან დაკავებული ხარ რომ მეთქი არა წამო ჩემთან ავიდეთო აი რაც იყო რა მე შევიკრიბეთ ბევრი რა და ჯერ საინტერესო კაცი ისეთ რაღაცები ეგ ის დღეა იმ დღეს მოკლედ აჩიკო რა წვებოდა აი მე მგონი ხო მე მგონი არ მახსოვს ხო მაგრამ ის დღეები იყო რა შეიძლება ის დღეა შეიძლება არა ბევრი ხალხი იყო კიდე ოთახში და წარმოვიდგინე ეს არის ტიპი რომელმაც დაწერა Smoke on the Water რა ფარფლები ვაფშე არასდროს არ მევასებოდა ბიტლომანი ვიყავი და დავცინოდით ფარფლებში ასე. მაგრამ Smoke on the Water არის ხო ხტები ლეგენდა და თან ტიპი ზაპაზე მღერის და ხო ხტები რა სიმღერა რა რიფიც ეს ტიპი დღეს რას უსმენო გაინტერესებსო და ტიპი რაღაც აფრიკულ რაღაცა ფოლკს უსმენს და უცებ უსმენს რაღაცა იმას რაღაცა ელექტრონიკას რაღაც უცნაურს აი ძალიან ბევრ რაღაცას უსმენს რა საინტერესო ტიპია ხო და რაღაცებს ყვება გვიყვება ამას რაღაცა და ესე უყურებ მე რაღაც მომენტში მეთქი აი მინდა მეთქი აგიხსნა უბრალოდ რა ხდება მეთქი ახლა აქ რა ხდება რა აი შენ ხო ერთ-ერთ ქვეყანაში ხარ ერთ-ერთ მასში კიდე და ვიღაც ხალხს ელაპარაკები საინტერესო კაცი ხარ გაინტერესებს ჩვენი ამბავი აი მინდა გითხრა აი შენ ხარ მეთქი ვინ ეხ ჩემთვის და აი ამას აი რაზე გავიზარდე მეთქი მე რა ლეგენდებს და უყვები აი ორ ამბავს რო აი შენ არიცი ჯორნალი არა მოუყევი როგორც მოკლედ ჩემ ბავშვობა თინეიჯერობაში იყო ერთ-ერთი ეს ლეგენდა ვინც ვისაც მუსიკა გვევასებოდა ბავშვობიდან გიტარა რაღაცასთან ხარ ეს უგესმის გარშემო ერთ-ერთი ლეგენდა რომ ბიჭო, ისაო, ბიტლები და ფარფლები ხო, ბიტლებს ხო ყველა დატაკებული იყო ჩვენ წარმოდგენაში და ბიტლებთან ფარფლებმაო, კაროჩეო. ისაო, ბიტლებმაო, ფარფლების ლაივი გაიჩნდაო და ლენონმაო თქვა რომ მაგათ ეხა დედა უნდა მოვუწყენ და ავიღოთ და ვაფშე ყველა ბილეთი ვიყიდოთო და იყიდეს ვაფშე მთელი სოლდაუთი გააკეთესო რა ცუდი გაუკეთეს ჩვენ წარმოდგენაში სოლდაუთი იყო ცუდი კი ცუდი და რატო კაცი მოდიჯდება და იმისთვის და და დააჭდება მარტო თვითონ იყიდეს ბილეთები და წინ დააჭდა 4 კაცი ეს ბიტლები და ესე ისნენ და უსმენდნენ პარფლებს და ესე გამოვიდა დაბოღმილება და იქვე დაწერეს სიმღერა და ერთადერთი იყო ამის წინააღმდეგი რინგო ყველას ევასებოდა ყოველთვის იქაც აქაც ყველას რინგო ევასება რაც არ რინგო იყო წინააღმდეგიო და ლენონის იდეა იყო და ეგრევე ჯვაწეს გამოვიდნენ და
Fireball-ია თუ რა Fireball-ია და John Lennon fuck you thank you Ringo Starr ეს გვესმის ჩვენ მართლა კი არ მღერის ბიჭო ეს გვესმის ჩვენ ინგლისური არ ვიცით როგორც ის ჯორჯენ ფუტბოლიკა შუშანიკა გოგონა რომ ლენონი მღერის შუშანიკს ნუ მე მაშინ აღარ ვიყავი ეგეთი მეტი უკვე მამას რომ მიმტკიცებდე და ამას უყვები გლოვერს რომელიც აი გამბავია ჩემი ლეგენდი ტიპა აი ეგეთი არაფერი ეგეთი საერთოდ არაფერი არ მომისმენია და მეორე ეს ქართულ ექსკლუზიურად ქართული ამბავია ხო იმიტომ არ ხომ არა მოუყვებოდა ვიღაცა ქართული ალბათ ბიჭო საბჭოთა პონტი იქნებოდა იქიდან ირხეოდა არა ვიღაცა ხომ წარმოდგენა გაუფუჭო ვაფშე პონტზე და კიდე ლეგენდა გითხრა კიდე რომ მოუყვები არჩე მაგარი დრამერები დგანან რა და ყველა ბენდის დრამერი რა ბონემიც იქ არის ფეის რა ფარფლების იმის რა ფეისი იქ არის ყველა იქ არის რინგოც იქ არის იასნა და გავჩი ერთმანეთს ეჯიბრებია რომ კედელზე 5 კაპიკიანი იყო ვინ გააჩერებს 5 კაპიკიანს ეს დრობით ვინ აჩერებს და ერთ-ერთი ვერ აჩერებს და უცებ ამ დროს გამოიარა ვიღაც ახალგაზრდა უცნობმა ტიპმა და ერთი მომეცითო რა ჯოხებიო და გააჩერა კედელზე 5 წუთი 5 კაპიკიანი და ესენი გაგიშდა დაყარეს და ვაუ ხედავინა ფსიქოლოგიურად გინდა გაგიშიფრო რა არის ეს ლეგენდა ყველას ეს იმედს გვისახავდა რომ უცნობი ტიპის ხარ მაგარი შენ ხარ ის ეს ვოლკები დგანა მაგრამ შენ ხარ ის გაიგე და გაივლი რაღაც მომენტში და აი ეგეთ ლეგენდებზე გავიზარდეთ რა სამას უყვები იმ კაცს ვინც ამ ლეგენდის წევრია წარმოიდგინე გაიგო ვაფშე ეგ ისტორია ბიჭო გაიგო რამდენად შეჩევძელია ხა ამეხსნა ჯონ ლენონ fuck you thank you Ringo Starr როგორ უნდა Fireball-ში როგორ უნდა გავაგებინო იმას სულ სხვა რამეს ანუ ბოლომდე ვერ ჩაწვდა არა კი იცინა და რაღაც ეხლა რა ბოლომდე ჩაწვდა თუ არ ვიცი ანუ ნუ გაიგო ისტორია ხო პროსტა რა ის გაიგო რომ ტრაქში ვიყავით მაგარი რაღაცა იმინა ბატები ხო საინტერესოა ეგეთ ტიპს რო ეგეთ ტიპთან ბიჭო აი ამ ეგრეთ წოდებულ მაგარი არტისტის უცნობილი თუ რაც გინდა დაარქვი არტისტებთან ურთიერთობაში ეგ გასწორებს აი ეგ მე პირადად ეგ მევასება რა აი რაღაც ეგეთ ურთიერთობაში თუ შედიხარ ხო და ეგეთი ლეგენდა რაღაც სამზარეულოში მოიყურების იგიში ეგეთი ლეგენდა ერთი ვიცი კიდე რომ ბიტლები ჩამოვიდნენ მოსკოვში უნდა ქონოდათ კონცერტი და არ გაუშვეს აეროპორტიდან და თვითფრინავის ფრთაზე დაუკრეს კონცერტი იქვე აეროპორტში მარტო პარლამენტის თუ რა ქვია მაგას წევრებისთვის რა ხო მაგრამ ეგ არ დავიჯერე მე არა ეგ იმიტომ რომ როგორ ბიტლები მაგას ხო არის ზამბენარი ჩვენთვის ხო თუმცა მაკარტნემ ქნა მერე ნუ მაგას ნამყოფი ვარ შენ და ვოვა პუტინი ერთად მაკარტნემ ქნა ეგ ფრთაზე წითელ მოედანზე მახსოვს ხო ბოლო კონცერტი იყო მაგის იქ მოსკოვში. ნუ ეგ იყო 2004 თუ 5 წელი. მახსოვს ხო. მისმინე ის კიდე დასამთავრებელი გვა გერმანიის ამბავი სად გაიხსნა თქვენი? ქუჩიდან კლუბში როგორ მიხვედით? აი ქუჩიდან კლუბში მივედით ეგეთი ლეგენდის საფუძველზე ზუსტად რასაც შენ ამბობდი, რასაც ჩვენ გვჯეროდა რა, რომ ვიღაც ბიძა პროდიუსერი მოვა, გნახავს, იმუშავა. მარტო უკრავდი ქუჩაში სხვათა შორის აი რომ დავსტაბილურდით რა რაღაც ანუ იმ ქუჩამ რაც გითხრეს გახსნა იქაურობა დაიწყო მუშაობა იმაში ბოხუმში კი იყო ანუ ბოხუმში ჩავედით ბოლოს მე ბოხუმში ჩავედით ამ პლასმანების ოჯახში სადაც ოთარიც იყო და ეგ თავშესაფარი მოგცეს მანქანა თავისი გვათხოვეს როცა გინდათ გამოიყენეთ რაღაცა უკვე ცოტა აპარატურაც ისქვენით ვიღაცამ რაღაცა გვაჩუქა ვიღაცამ რაღაცა ეს ქუჩის პატარა მოგოჩავდით ხო რაღაც პონჩი სტიმულიც მოგეცა რაღაცა ბასი დავკარგეთ და მე ვიყიდე ეს ჩემი საყვარელი ბასი რომელსაც მთელი ცხოვრება ფენდერი ხო ფენდერი აკუსტიკი და მეორეს ვერ პოულობ ეგეც და ეგეც მაგარი იყო რომ მაღაზიაში შევედი და ეგ დაგხვდა ბიჭო აი მაღაზიაში შევედი ყველაფერი დაბნელდა და ეს იყო განათებული მართლა აი ხო არის ეგეთი და მე აი ხო რომ გეძახის მე ვარ ის ვის შეგინდა ეგრევე ეგ მოძვირი ღირდა მაგრამ ნუ აი ვერ გაუშვებდი მაგას ხედნა რა და უკვე ესე ვარ ფულებში ყოფილხარ ძვირი ღირდა იყიდე ბიჭო აი სიმართლე გითხრა ბოლოსკენ უკვე როცა გია ცდილობდა რომ
რაღაც ტური აეწყოდა რაღაც კლუბებში რეკავდა ერთმა ორმა კლუბმა რო გაიგო ვისი პროდიუსერი ხართ რაღაც მენეჯერი Soft Jackson აუ თქვენ ჩვენთვის ძალიან ძვირი ხართ უკვე ეგეთი უკვე ესეთი ეგ პირველი წასვლა სხვებია ხა ის ან მეორე და მეორე წასვლა მეორე წელი პირველი წასვლა და მივდიოდი წელიწადში ესე ორჯერ სამჯერ ზოგჯერ ხო და ქუჩაში რო უკვე პირველი წასვლა იყო რომ ჩავედით ბოხუმში ქუჩაში უკრავდით და აი ესე იმენა ქუჩაში უკრავდი ვიღაც ტყავიანი ტიპები მოვიდნენ კაცი და ქალი რა ძველებიანი ტიპი ეს გვისმინა და რა შვებითო აქ და რა ვიცი რა უკრავთ არა ქუჩაში რატო უკრავთ ვერ უკრავთ სხვაგან ჩემს მაგაცს აქვს კლუბიო საკაიფო რა და ხვალ მოდითო რა და მივედით მე მაქიდან უკვე ქუჩაშიც უკრავდით მე ქუჩაში დაკრავ ვაფშე სხვა პონდია ქუჩაში უკრავს ყველა ძალიან კარგი მუსიკოსი ეხა ის კიდე რამე დავიკითხო ჩავგეჭრათ თქვენ ქუჩაში თბილისში უკრავდით რაღაც პერიოდში არასდროს არა თბილისში არ დაგვიკრავს ქუჩაში ჩვენ 91-ში რო გავგაზეთ სადღაც თითქოს ბუნდოვნა ბავშვური მეხსიერებაში სადღაც თითქოს სანამ თქვათ ვიდეო ნახე რაღაც ეგრე რომ ქუჩაში შეიძლება მოსმენენ ყოველ ხო მე არ მახსოვს ხო ძალიან პატარა რა არ მახსოვს თბილისში ვიცი მახსოვს უკრავდა ზუმბა ისე დადასტურებულად მახსოვს იმენა ინტენსიურად ხაზგასმულად ქუჩაში სოლო ვიღაცები საქსოფონს ვიღაცები სულ ხო და ზუმბა მაგარი იყო ეგ ქუჩის ამბა ქუჩაში რა ვიცი მე რაც ვნახეთ ისეთი მუსიკოსები უკრავენ ქუჩაში რომ ჯესეთ ფული კეთდება ქუჩაში სხვათა შორის აქ არ ვიცი იქ აქ არა იქ და რეპეტიცია და რეპეტიციაზე ხედავ საკეთებ რა ცუდია ხალხი გიცნობს და ასწორებს რა და ქუჩა ცოცხალია მაინც სხვა კულტურაა ეს ქუჩა ცოცხალია და მენესტრელების და ამბავი ევროპაში რა ვიცი ახლა ტრადიციაა ხო ქუჩაში დაგვრჩა აი ეგრე გავიჩიტეთ ეს ტყავიანი ტიპი აღმოჩნდა მაგარი როჟე ჰარლი დევიდსონი ყავდა პირველ ცხოვრებაში ნახე ესეთი ჰარლი დევიდსონი დავჯექით ამ სხვა პირველად მივხვდი რომ ვაფშე სხვა ამბავია რა ცხენივით არის თუ რაღაც დღემდე მიკვირს რატო აი რამ სილამაზეს რომ აი ეს დისკომფორტი რომ არ ეზარება ეს დისკომფორტი არა რომ დავჯექით ხელი რო ავწე მაგარი დაცვენებული ზარმაცას ესეთ კიდი ხარ ტურნიკს ეგეთი უცნაურია ხო მეც მეგონა რა ამას კაია რა სასიამოვნოა ხო რაღაცა ბიჭო, შენ მე მგონი უნდა მოგიწვიოთ ბევრჯერ კვირაში ერთხელ. ანუ ერთი ისტორია თითო გადაცემაში. ანუ ერთი ვერ დაასრულა. იმიტომ რომ ეს ლაპარაკი. ეგ უმცებ. არა, ხო საყოველთაოდ ხე იმიტომ მიგაბრუნეთ თუ გარო ის იყო და სამთავრობო. ხო, მოკლედ ხო გერმანია ასწორებდა, მე გავეჭედეთ, დავიწყეთ ბუქსაუბრა რაღაცა, მე გავეჭედეთ იმ პონჩი რომ აღარ შემოქმედებით პონჩი აღარ საინტერესო. ერთ იმაში გავიჩითეთ უკვე მე ერთ წრეში ვტრიალებდით ერთი წრე დატრიალდა ხო იცი აი მეორე დრო იგივე კლუბები რაღაც წინო ვეღარ მიდიხარ და ახალს ვერ აკეთებ ხო მივხვდით რომ რაღაცა მე პეჩომაც გადაწყვიტა უკვე იქით ნეიროქირურგობა რაღაცა წავიდა მე სხვა ეტაპი იწყება Soft Jackson-ის შენი პროფესია რასაც წავიდი ვაფშე დაიდიდა არა მე ჩემი პროფესია არის მუსიკოსობა და მე რაღაც კიდე სხვა რაღაცა პეჩო რო წავიდა მე დაიმატეთ ჭია და ხო პეჩო რო წავიდა მე ის რაღაც ნიკოლაძე ჭია ნიკოლაძე ანიჩკა ხო არა ჯერ ის ყავდა ოძელა უკრავდა ჩვენთან ფლეიტაზე თავიდან გაასწორა ზოთს ნიჭერი ტიპი იყო სულ პატარა იყო რომ გაიჩიტა და ეს რაღაცეზე შემოიტანა საკაიფო რა ეს folk რაღაცა ხო ხდება და მე ოძელა წავიდა რაღაც თავისას და მე ვეძებდით იმიტომ რომ მაგრა გაასწორა მემან და გაიჩიტა ნიკოლაძე და ბურდული ვალტონაზე რა და ეს ჟღერადობა ფლეიტის და ვალტონისა ძალიან საინტერესო ჟღერადობა გაიჩიტა რა ძალიან და რაღაც გონია რომ აი მაგ პერიოდის Soft Jackson-ის სიგნიჩერ არის რა რაღაც ეს ვალტონა ორხმოვანება ვალტონა ფლეიტა და აკორდეონის ბაზა თან ფოლკისკენ folk rock-ისკენ წავედით რაღაც პონჩი რა. მე რაღაცა ქართულ პროექტზე მუშაობდით საინტერესოზე. აღვრიცხეთ კი ამ დაიტრია პროექტი რა. აღვრიცხეთ ქართული ხალხური ჩანაწერები ციფრულად რა. ქართული ხალხური ინსტრუმენტები აღღვნის პირველად აღვრიცხეთ ციფრულად რა. და CD-ზე იყო რა და
ინტერფეისიც გქონდა თავისი. მაგარი სასაცილოა რომ შეხედო ისეთი მოუქნელი ინტერფეისია დღევანდელობის, მაგრამ წარმოიდგინე, ჩამოყვავდა სვანეთიდან აუთენტური დამკვრელები და როგორ არის, თითო ნოტი და ყველაფერი ეგრეა დაშლილი რა. ძალიან საინტერესო და ის სალამურიც ავაჟღერეთ 13000 წლის წინანდელი. და იყენება ეგ ვინმე იყენებს? 1300 წლის წინანდელი. ვინმე ხმარობს? არა, ეგ ეხა არ მგონია ვინმე ხმარობს და საერთოდ სად არის ეგ არა, ხო. პროექტი არის. ისე სხვადასხვა მე შეკვეთებისთვის ძალიან ხშირად ჭირდება, აი რო არსებობდეს ქართული ხალხური ინსტრუმენტების VST რა, რაღაცა sample bank-ია და არსებობს რა. გიას აქვს ეგ sample bank-ი მაგ პროექტის და შენახული აქვს როგორც ვიცი, იმიტომ რომ სულ რამდენიმე დისკი დაიბეჭდა. ისე იმეებში, რა ქვია, პროგრამებში, რაც არის მუსიკალური პროგრამები, მაგათთან არ არის ეგ პონტი, რომ გახვიდე და იყიდონ ხმები, ჟღერადობის რაღაც ეთნორაცა. ქართული არა და ჩვენ თითქმის ყველთან ეს რუკა გავაკეთეთ ეს რეგიონების ადრა იქნებ და აკლიკავდით კი ამოდის. ხო, იმათი ეს უბრალოდ ამოდის. მე გეუბნები რომ ანუ ჩანაწერებია თითო ნოტები ანუ. მართლა? ხო და შეგიძლია მე გადაიტანო დღეს ამ. და იმათ ინტერესი არ უნდა იყოს ეგეთ დიდი ლეიბლ რაც არის რა, მისი საიტების თუ რაც არის რა პროგრამების რომ შეისყიდონ შეჭირა. შეისყიდონ. ხო ნუ თუ აჭირდა ვიღაცას მოთხოვნა იქნა შეისყიდონ. შეისყიდეთ. ხო. ხო და მაგ პროექტი რო გავაკეთეთ, მე რაღაც ამ უფრო ფოლკში უფრო ჩავძვერით რა, ღრმად ქართულში და მე საკაიფო ლინკები გაიჩნდა იქ რაღაც კელტურ ბასკურ ეგ რაღაც დავარქვით მე რაღაც ოქროს სამკუთხედი ამას ქართულ ბასკურ კელტური კავშირი და ეს 9000 იქით მე ვთვლი რომ Softiject-ის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროექტია 9000 იქით არის მოსმენელი. ვიცი კი მახოს მე. იქ ვოკალი ვაფშე თითქმის არ არის მე რაღაცას. ანუ ძელი folk სიმღერები ხო, ხო და რადარამ რო თქვა, იცი ხო. ბიჭო რაღაცა ჯილდო ეკიდა რა ამ სტუდიაში რეპეტიცია და ესო რაში აიღესო და ყველაზე გძელ სიმღერაში. დოქტორ ეგ იყო იდეაში ეგ იყო რაღაც დადგმაც უნდა ყოფილიყო საცეკვაო ამბავია რა. ეხა ორი ვარიანტი შემოგთავაზებ, ნახე. შენ ხა რადგან დამსახურებული არტისტი ხარ, მაგიტო ბიჭო წინაზე ყავდა სიხა რა. და იცი როგორი რაღაცა მოვიფიქრეთ, მაგარი პონტი იყო რომ სანამ გადაცემა ეს ატაცება გამოვა სადღაც 4 კვირაში. და თუ გინდა შეგიძლია რამე ოღონდ სახელი ახლა უნდა თქვა სიმღერის რამე სიმღერა დაწერო, ჩაწერო და დაარელიზო და აქიდან გავაკეთებთ პრომოს და იმას ვიზავთ რა ქვია. ჩემი ახალი სიმღერი. შენი ახალი სიმღერა, ოღონდ სპეციალურად ანუ ეხა იმინა უნდა დაიწეროს ეხლა რა. აი ეხლა კი არა, სახელი უნდა თქვა. შეიძლება აი ბოლოს მაგინო გიქხარი ორი ვარიანტი თქვა, შეიძლება მეორე იყოს ეგ. აუ შენი ერთი სიმღერა მომწონს ძალიან, იცი რომელზეც ვამბობ რა. მე მიხარი ერთი მაინც რომ მოგწონს. ხო და არ გინდა რომ ეგ დავარელიზო. არა, ბევრი მომწონს. რა რომელი სიმღერა მოგწონს შენ? Dancing in the rain. თუ რა ქვია? სახელი. იქ რო ჩავწერე იმას. საგურამოში. ხო, სახელი არა აქვს. ხო და ვქნათ ეგ. კარში რა გვინდა, იცი რომ ან ახალი სიმღერა დაწერო. ან რამე მოგვეცი რომ აი ამ გადაცემის მეშვეობით ეს არის ხო? რავა მინდი რა. Don't talk, let me think, don't move, let me sing. That was the idea. Special then, oh no 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 no. And I was looking for feels all cosas acordები და Yeah, take my hand. Yeah, let me find like I should always see on steady ground. Going by hand. მაგარი ვიქნა. ხო და არ გინდა რომ გამოცეთ. გამოცეთ რა შენ გამოცეთ ჩვენ დავდებთ description-ში ამ სიმღერას. ისი რა არის
და საკაიფო პროდიუსინგი გავუკეთა ლაშამ რა. ხო და სანიკამაც გრავით დრამზე დაუკრა იმაზე კლავიშებზე რაღაც, მაგრამ თვითონ აი რაც არის ბოლო შედეგი როგორც არის რა გაკეთებული ნაკლებად მომწონს რა, უფრო ძალიან ჩემთვის დღეს ცოტა სხვანაირად გავაკეთებდი სამწუხაროდ დაკარგული გვაქვს მთელი ეგ სესია. აი სესია რო ვიპოვოთ და გავაკეთოთ თავი. სესია შეიძლება ვიპოვოთ სადღაც აქ. და გავაკეთოთ. თავიდან? გავაკეთოთ. გაიაზრე. ხო და აბა ახალი. ეხლა რა ფორმაში ვართ კი არა და ბიჭო, ახალი ხო, ფორმაში, რა ვიცი, ფორმაში მგონია რომ კარგში ვარ, იმიტომ რომ რაღაც ასე მაქვს რა, არ მაჩერებს რაღაცა. ხო და იქ სად ვისმინება, სად ბიჭო, არის რაღაც, აი იცი რა, ეხლა პირველ ცხოვრებაში მე მარტო, საერთოდ რო არავინ არ ყავს გვერდზე, მარტო პირველად რა, მართლა, იმიტომ რომ ყოველთვის ბენდის კაცი ვარ რა, მე მევასება ბევრთან ერთად გეთება რა. რაღაც ის, იმიტომ რომ მაინტერესებს. სხვისი ამბავი რო შემოდის, მე ბევრი რამე იცვლება და საინტერესოა რა, ბენდი ასწავლებს. მაგრამ პირველად გავაკეთე ესე რომ მარტო გადავწყვიტე რომ დამიგროვდა რაღაცები, რაც მინდოდა და გადავწყვიტე პროდიუსინგიც, მასტერინგიც. ნუ დავამასტერე მე პოლონეთში სტუდიაში გავგზავნე ჩემ მეგობრებს. ხო და დეევს დავდე 4 რაღაც კლიპებიც ვიკაიფე ჩემთვის, ვიმაიმუნე просто screen saver კლიპი. Spotify არ არის, YouTube-ია? ხო, YouTube-ზე დავდე შარშან და ნუ 4 ნახვა აქვს თუ 5, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია, ხო? ხო და აი გამოიყენე ეს განაცემი. არა, ხო, ავტომატურად ლინკი იდება ისედაც. ხო და ნუ მანდარი რაღაცა და ეხლა წელს open air-ზე დავუკარი რაღაც ნაწილი აქედან. მე რეპეტიციაზე მოვისმინე და ძალიან მაგარია. ის არის რა, მე დღეს ეგ მევასება, მგონია რომ საინტერესოა მუსიკალურადაც და რაღაც ისედაც ეს თქმაც მინდა და ჩანაწერითაც და პროდიუსინგითაც მგონია რომ საინტერესოა. მაგრამ ეს მე მგონია რა ვიცი. არა, თავარია შენ გეგონა. შენაც გეგონა ის რომ მოგწონდა სულ და რავი რა. ხო, არა, მეც ეგრე შენ თუ არ მოგწონს, ხო ასე უნდა მოაწონო. ზუსტად. ასე. ხო და შენ ოღონდ მოგწონს არ ნიშნავს რომ ამაზე უნდა ანძრევდე და კევაზე თვით კმაყოფილებაში ჩავარდე ხო? მაგაზე არა მაქვს ლაპარაკი. უნდა კმაყოფილი, ზუსტად. კმაყოფილი კი არა. მოკლედ უნდა თვლიდე რომ მეტნაკლებად შეძენდი იმის თქმა რის თქმაც გინდა რა, თორე დაუსრულებელია ეს პროცესი, ხო იცით? ყველამ ვიცით აბოთახში ვიც ვართ, რომ ეს დაუსრულებელი პროცესია, ეს პერფექციონიზმი. იცი რა, მე ეგენი აღარ შემიძლია. რაც შეიძლება მალე მინდა რომ მოვიშალო. ეს თალკი მიდგომაა, იმიტომ ეგ სწორი მიდგომაა, იმიტომ რომ ის მართლა ძალიან ბევრი სახე შეიძლება. ანუ აი რა არის ის მინიმალური დრო და რესურსი, რაშიც შეიძლება ეს სიმღერა გავუცე. კი ბატონო, ხო, კი ბატონო. ეგეც საინტერესო მიდგომაა. ხო, ჩემ გამოცდილებაში, ჩემ პროფესიაში რაც მალე ვიკიდებ, ზოგადად ზედმეტ იმიტომ რომ ანდრე მაგრად ამაზიანი, მაგ პერფექციონიზმა ბევრი რამე ჩაკლა და ჩახარში ალბომები მიდევს, რომელიც არასდროს არ გამოიცემა ალბათ. ხო, ეს კაი გამოთქვა, ყველაზე მეტად გაჩერებს დაწყება რა. აი რაღაც სანამ დაიწყებ რაღაცას ყველაზე ძნელია ეგ, იგივე მაგალითად ალბომი და დაამთავრე გაუშვი. დასრულებული ალბომები მაქვს და არ უშვებ, იმიტომ რომ თავის დროზე აბა ეხლა ეს კლიპის გარეშე როგორ გამოვცე, ეხლა რომ დავდო ვინ უნდა მოусმინოს და რა თავის ცხოვრებით იწყებს ის ცხოვრება საერთოდ. აი მაგალითად soft eject-ის რა დავარქვა ამას. ტრაგედია კი არა, ეს ხო ცუდი სიტყვაა. soft eject-ის სახე არის Please Just Carry On. და კლიპი და soft eject-ი არ არის ეგ. ვაფშე სხვა ბენდია. მე ვიცი რა ბენდია. იქ ცხოვრობდი. ზუსტად ვიცი რა ბენდია და აი მე სახელიც გიქმნის რაღაც soft eject მოვიგონეთ სრულად შემთხვევით რაღაცა. რადიოში ჩავწერეთ რამდენიმე ახალი სიმღერა. ანუ გადაცემა ჩავწერეთ როკი და სხვა თუ რაღაც რო იყო გახსოვს. და სიმღერები გქონდა ჩაწერილი, სამი მივიტანეთ, სახელი არ ქონდა ბენდს. როკის მოკიდას. სახელი არ ქონდა ბენდს.
წლები უკრავდით, სიმღერები ჩავწერეთ და სახელი არ ქონდა რა. იმიტომ რომ სახელის მოფიქრება არის ყველაზე ძნელი. მართლა, აი, ყველაზე რთულია 4 კაცი რომ დაკმაყოფილდეს რაღაც კი, ჩემ კატას დღემდე არ ქვია სახელი. აჰა, კი ბატონო, ჩემ კატებსაც, კატა 1, კატა 2 ეგრეო. და სასტავი, მოკლედ, ზაფხულია, გადაცემა უნდა გავიდეს 2 დღეში, სახელი არა გვაქვს, გოგოსთან შევთანხმდით რომ 2 დღეში მოგიტანთ სახელს. გადაცემის ჩაწერისას მთელი სასტავი წავიდა ქვიშხეთში დასასვენებლად, მე დავრჩი და 3 დღეში უნდა ჩავიდე მეც და მე შემომეტენა რომ ნუ რაღაცა მოიფიქრე რა დროებით და მე შევცვლით. და ნუ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და ღამე დავწექბოს და მეთქი აი მოკლედ ხვალ გავიღვიძებ, აი პირველი რა გავახელ თვალს, რაც პირველი რაც შემხდება თვალში ის რა. და ნუ ბიტლომანები ვიყავით და რა თქმა უნდა ბიტლს, ანუ ერთი სიტყვა უნდა იყოს სახელში, როგორ შეიძლება 2-3 რაღაც. Deep Purple ხო არ გეკმევა, Led Zeppelin ხო არ გეკმევა. ერთი უნდა იყოს. და რო გავახელე თვალი, მაშინა ახალი გაცითული იყო. მამაჩემო ჩამოიტანა ეს Sony-ს კასეტი ხო მაგნიტოფონი. ხო, რომელსაც ახალი სისტემა ქონდა, იქ soft eject სისტემა იყო. soft eject სისტემა არის touch-ზე. ბილად იხსმენება. აჰა. დააჭე, მანამ გრაბ ესე ვარდებოდა რა, ეს Panasonic-ის და იმის ისერი გახსოვს. ბო და კასეტა. ეს იყო ახალი სისტემა რა და ამიტომ ეწერა ესე soft eject. ეხა აღარ აწერია, იმიტომ ყველა რბილად იხსნება. soft eject სისტემა არის რბილად გახსნის სისტემა. მეტი არ მეთქავ და ესე იწეოდა. გავახილე ეს მაგნიტოფონი აქ მედგა და შევხედე ამას და soft eject სისტემი ასნია რომ არა რა სისტემი იმ დროს. და soft eject-ը ნუ კაი იყოს ეს, აი მართლა ეგრე ავიღე რომ აი აღარ შემილია ფიქრი და მივა ამას და მე ვიზამ. მივედი უთხარი soft eject-ი, მაშინ eject არ ვიცოდი რომ eject არის და არის eject. ჩემთვის მაშინ eject იყო, soft eject-ი მე. ყველასი soft eject-ია. ხო, ყველასი soft eject-ია, ნუ რაღაც პერიოდი მე eject-ს ვიძახით და გერმანელები ვაშო so eject ესე ეძახდნენ. ხო და ეს რომ მივიტანე და ქუჩხეთში რომ ჩავედი, აი რა დამემართებოდა ხო მიხვდები იმადგან რა soft eject ხო არ შენ ხო არ გამოკლევდი რა soft eject-ი ხო ხდები იმათვის როგორი აღმოიქნა და ბიჭო მე აი უცნაური ის არის რომ მე სახელიც გცვლის. მე ეს რო შევქჩა, მე გაგისწორდა რაღაც მომენტში, იმიტომ რომ მე გარემომაცვალა და soft-ების სამყარო, soft-ები, სოციალურად უცებ გავიჩიტეთ რაღაც აი ამ სახელის ქვეშ და soft-ი ძალიან კაია. მათ აგვიქვეს რაღაც ამათ, მაგრამ ხო, კარგია, მაგრამ ისე ქართულად აი ეს მოფერებითი ბენდების სახელები რა მაგარი გაგება არა soft-ები, ბიტლები, ლოლები რაღაც ვინები არის ყველას და ბიტლსები რა მაგარია ორი მრავლობითი ბიტლსები ხო არის ეგა დონაცები ხო და ეგ არის რა სახელს მე სახელი შენ გიქმნის რეალობა შეიძლება სხვა იყოს ამ დროს რა და ამ დროს სხვანაირად please just carry on soft eject-ი ყველას ახსენდება ყველას ვისაც ახსენდება please just carry on და ეგ არის და ნუ ხიტი იყო ხა ისეთი რაც ვიდეოთი და ოქროები ამ დროს ხო სხვა რაღაცები უფრო გვევასებოდა რეალურად რა წლები რო გავიდა ძალიან დიდი წლები ბევრი ხანი რო გავიდა ერთხელ მოვისმინე ესა რა please just carry on და მაშინ მივხვდი როგორი სხვა სიმღერა საერთოდ არც love song-ია არც soft song-ია მურტალი სიმღერაა ტექსტს დაუკვირდით 90-იან წლებში დაჭერილი აი მურტალი იმ პერიოდის აი ძალიან მაგარი სიმღერაა თან იმ პერიოდისთვის რა თან ამ ფორმით რო შეგიძლია იმაზე იმღერო ილაპარაკო აი მე აღვიქვი ეს ყველაფერი რა იქ არის ადამიანზე ლაპარაკი რომელიც აი მეორე ადამიანს თხოვს რომ აი ამ უბედურებაში გავძვრეთ please just carry on აი გავძვრეთო რა სულ მაგაზია მთელი სიმღერა და არა იმაზე რომ მე შენ მიყვარხარ და მე შენ უი ხო არა ხო და ეგ მოკიდებაც ხო ქონდა შესაბამისი ტექსტის ხო და მაგიტომ არის კაი სიმღერა რა მაგიტომ არის კაი ხო და ეხლა შენ რო იძახი რომ soft-ები ეგ არ ვარ რეალურად სიმღერა აი იმის და მიუხედავად რომ არსებობს სულ და ვითომ არაფერი აი რაღაცა თვეების რადიოში გაიჩიტა მანქანაში და ისე შემძრა რომ არ ვიცი. აი მე უფრო როგორც აი
ჩემთვის როკ სიმღერა ტექსტიდან გამომდინარე რა, იმიტომ რომ როცა იცი გარემო, როცა იცი სად იყო, სად დაიწერა რისთვის, აი ხვდები რომ ნაღდია რა. მაგიტომ მე ვარ. კი, ხო და ეხა მე ვასე. ძალიან თქო, ეხლა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ის არის რა რაღაც დიდი სიმღერა იმ დროინდელი. ხო, რაღაცა ქნა მაგ სიმღერა თან იმ სივ პერიოდში კლიპიც რო გაიჩნდა ეს. აი, უთბილესად ჟღერდა რაღაც მომენტში. ეს სლიზესკერიანი იყო იმ სამ სიმღერიანის ალბომში. რეევი იყო კიდე. I'm on my way, რომელიც გაცილებით უფრო მაგარი სიმღერაა. ეგეც ვისი სიმღერა? პეჩოსია ეგეც. იმიტომ რომ ეთყობა იქ გადასვლაც ერთნაირი აქვს როგორც გიასი Dozing Day რომელია. ხო, ნუ ხო, მაგრამ ეთყობა რომ ერთი ავტორი ყავს Carry-ons და On My Way. ხო, მანდაც იცი რა იყო რომ აი ბევრი სხვა სიმღერა გადაწყვეტილება უნდა მიგვიღო რომელ სამ სიმღერას წერთ. იმიტომ სამის ფული ქონდა და სამი უნდა ჩაგვეწერა რა. იმიტომ რომ მაგარ სტუდიაში ვიწერდით მაგარ პროდიუსერთან რა. ძალიან მაგარ პროდიუსერთან. აი რაღაც Smoky გახსოვს ბენდი? კი, როკი Smoky და სხვა. Smoky-ის საპროდიუსერებდა, მე ბერლინის ფილარმონიკ ორკესტრს. აი ეგეთი ის იყო რა ტიპი და აი სად გამოჩნდა, იცი რომ ძალიან მაგარი პროდიუსერი ვინ არის, ვინც აი შემოდის შენ შემოქმედებაში და ცდილობს რომ შენგან აი ხო რა ცდილობს რომ ხმად შემოვიდეს და საუკეთესო დადოს რა. და აი Dozing Days მოისმინე მე და მე ხვდები რომ მართლაც ვაუ Dozing Days ესეთი სიმღერა Dozing Day არის რა გიას სიმღერა და უნდა და ეს სიმღერა რა Dozing Day ეგეთი განწყობა უნდა და სიმღერაშიც და ბიჭო ვიდექიო არ გამომდის სიმღერა დგევა რომ არ გამომდის სიმღერა რაღაცა და ამას ვთხოვე რომ დავჯდებიო რა და ტიპი შემოვიდა იმაში პატარა ოთახში ერთ წუთითო ეს ტახტი აი ეგ ტახტთან დაწეკიო მიკროფონი ჩამოუწია სინათლეს ჩამოქროთ სიტუაცია შეუქმნა რომ ეს ემღერა რა ტიპს ჩილ ხო მე რაღაც მოკლედ ესეთი ტიპი იყო რა პროდიუსერი იყო ნამდვილი ძალიან მაგარი კაცი ძალიან სხვადასხვა ესე ჩაწერებისას ერთ-ერთ ჩაწერისას ტიპი მოვიდა გუშინო ვიყავიო მაგარ კინოზეო თან ბილომანი იყო თვითონაც მაგარ Forrest Gump ქვია უწარ ნახე და ლენონიო ცოცხალი ზისო ბიჭო პირველად ლენონი ცოცხალი ზისო იმ დროს წარმოედგინე ეგ რა ეფექტი იყო რომ ლენონი ზის ამ ტიპთან ერთად ცოცხალი ისე მაგარი გაკეთებულია არა ნამდვილი ლენონია რანაი ანუ ჩასმულია სხვა იმ წელს ეგ იყო მთელი ეფექტი რომ ნამდვილი გადაცემიდან მონტაჟია მაგ ხო ის არის კი არა და ანუ გადაცემაში არის ჩასმული პრეზიდენტთანაც დგას რა ქვია Forrest Gump ხო ის არის ლენონის გადაცემაში ჩასმული და ის იყო რა და მე წავედით ვნახეთ ძალიან ხო და ბევრი ხო არის სალაპარაკო მოკლედ soft jack system დღეს არის ჩემი შეყვარებული და მაგასთან შევიყვარებთ მაგას მოგიცის ხო ეგ მე ვასება და საეჭვიანოს გაგიხდით